გრენლანდია არის კუნძული, რომელზეც მხოლოდ 56,000 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა დღეს იგი მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრშია. დღეს ჩვენ აგიხსნით, თუ რატომ არის დაინტერესებული ამერიკის შეერთებული შტატები ამ ტერიტორიით და რა როლს თამაშობს დანია და გრენლანდია არქტიკის გეოპოლიტიკაში. თქვენ უყურებთ პოდკასტს „როგორ და რატომ“ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ჩვენი სტუმარი არის საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიაში გიგი გიგიაძე. თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ქვემოთ კომენტარებში დაგვიწეროთ, თუ რა თემაზე ისურვებდით, რომ გავაკეთოთ შემდეგი ეპიზოდი. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ეს არის ძალიან საინტერესო და აქტუალური თემა და პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს ყურადღება დღეს დანიისკენ და გრენლანდიისკენ არის მიპყრობილი, იმიტომ რომ პრაქტიკულად იქ წყდება დასავლური უსაფრთხოების არქიტექტურის და დასავლური ცივილიზაციის იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ ვიცნობთ მას, მისი ბედი. და საინტერესოა აუხსნათ მაყურებელს თლიანობაში ვისაუბრებთ გრენლანდიაზე, მაგრამ რატომ არის ამხელა ინტერესი დღეობით გრენლანდიის მიმართ ამერიკის მხრიდან, ევროპაც ებღაუჭება, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ინტერესით ამას. ბრიტანეთს ცალკე აქვს თავისი ქონდა განცხადებები ბრიტანეთის პრემიერს და რატომ არის გრენლანდია დღეს ესეთი აქტუალური თემა? მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, მსმენელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. აბსოლუტურად გეთანხმებით, გრენლანდია დღევანდელ დღეს არის ფიქრობ რომ ყველაზე უფრო დიდი მე ვიტყოდი თავის ტკივილი საერთაშორისო ურთიერთობებში, რომელიც აი ეს ხელოვნურად გაჩნდა. უბრალოდ გაჩნდა, იმიტომ რომ გამოიწვია ინტერესი ამერიკის პრეზიდენტის ტრამპისა და მისი ახალი ადმინისტრაციის და ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ძალიან სავალალო გაუარესებას ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა ამ საკითხის წინ წამოწევის შედეგად. რა არგუმენტები აქვს ამერიკულ მხარეს, ხო? ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, გრენლანდია არის მისი უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი და ის აუცილებლად უნდა ეკუთვნოდეს ფიზიკურად ამერიკის შეერთებულ შტატებს. თავად ეს არგუმენტი იმდენად იმდენად სუსტია და იმდენად არ ეფუძნება არანაირ სამართლებრივ საფუძველს, რომ ამ არგუმენტის ესე ღიად დაყენება და ამის ირგვლივ დებატების დაწყება, ვფიქრობ, რომ უკვე ძალიან დიდი ზიანის მომტანია. აი ამ ჩამოყალიბებული საერთაშორისო ურთიერთობებისთვის, აი იმ სამყაროსთვის, რომელსაც როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ უკვე ვიცნობთ ბოლო მოდით ესე ვთქვათ 75 წელია დაახლოებით, ხო და ჩვენ ვაკვირდებით, რომ რეალურად აი ამ დაძაბულობით, რომელიც შეიქმნა ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, ფაქტიურად დასავლური სამყაროს, ცივილიზებული სამყაროს არაკეთილ მოსურნე ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს ამისგან. ჩვენ გვესმის ასევე განცხადებები რუსების, ჩვენ გვესმის თუ როგორ ქილიკობენ ისინი ამ მდგომარეობაზე, რომელიც ტრანსატლანტიკურ სივრცეში არსებობს ამ საკითხის ირგვლივ და გვესმის თუ როგორ უნდათ მათ რომ დააკავშირონ ეს ასე ვთქვათ საკითხი მათ მიერ წარმოებულ სრულიად უსამართლო, სრულიად წარმოუდგენლად არაჰუმანურ, არაადამიანურ ბრძოლასთან, ომთან უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინის სახელმწიფოებრივ, უკრაინის ხალხის, უკრაინული ერის წინააღმდეგ. გრენლანდია უნდა გვახსოვდეს, რომ არის დანიის სამეფოს შემადგენელი ნაწილი. და გრენლანდია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მე მგონი ყველაზე დიდი კუნძული არის მსოფლიოში, რომელიც ეკუთვნის არის შედის დანიის სამეფოს შემადგენლობაში ფარერის კუნძულებთან ერთად, ხო? დანიის სამეფო შედგება 3 ნაწილისგან, დანია თავად, რაც ჩვენ ვიცით, გრენლანდია და ფარერის კუნძულები და გრენლანდიას აქვს რასაკვირველია საკუთარი ძალიან ფართო ავტონომია, მე ესე ვიტყოდი, ეს არის თვითმმართველობა, გაფართოებული თვითმმართველობა, რომელიც აძლევს მას საშუალებას, რომ ფაქტობრივად ყველა საშინაო საკითხი გადაწყვიტოს თავად, მიიღოს გადაწყვეტილება თავად, მაგრამ ისეთ საკითხებში, როგორც არის საგარეო საკითხები, ისეთ საკითხებში, როგორც არის სამართლებრივი საკითხები, სამართლებრივი ასე ვთქვათ დარეგულირება და მოქალაქეობის საკითხები, ამას რასაკვირველია დანიის გარეშე ის ვერ აკეთებს, მათ აქვთ ფართო ავტონომია. ეს ფართო ავტონომია უნდა გვახსოვდეს, რომ მათ მოიპოვეს შედარებით ახლახანს 1990-იან
2009 წელს მიიღეს ფართოდ, მანამდე ჰქონდათ, ასე ვთქვათ, დათქმა ჰქონდათ ისინი არ შეგაწევრიდნენ, ანუ მათ რეფერენდუმის შედეგად ისინი არ მონაწილეობენ ევროკავშირში, ასე ვთქვათ, ანუ არის სამეფოს ნაწილი, მაგრამ ევროკავშირის კანონმდებლობა გრენლანდიაზე არ ვრცელდება იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს უნდა იყოს, ანუ როგორც ჩვენ შეიძლება წარმოგვედგინოს და ეს მასაკოლი ამის მთავარი მიზეზი იყო თევზჭერის საკითხები. ჩვენ გვახსოვს ყველა ისე რომ ნორდიკულ ქვეყნებს განსაკუთრებულად ან ასე ვთქვათ აინტერესებთ მათი განსაკუთრებული ინტერესი საგანია, ისე როგორც ისლანდიისთვის, ისე როგორც ნორვეგიისთვის, ეს არის თევზჭერის საკითხები და ისინი აქ ფიქრობენ, მათ მიაჩნიათ რომ აქ ვერ მიცემენ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას და საშუალების დელეგირებას ვერ მოახდენენ ევროკავშირზე. ამიტომ მათ მიაჩნიათ, რომ თევზჭერის საკითხებში, მათ შორის ერთ-ერთი იყო თევზჭერის საკითხები, აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ სრული ავტონომია, სრული, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა თავად გადაჭრა. მაგრამ ხო ეს არის მეორე ხარისხოვანი, ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, რაც რეალურად შევხედოთ. ხო ეს არის ფაქტიურად ყურადღების გადატანის მცდელობა, იმიტომ რომ ეს არის დანიის სამეფოს შემადგენელი ნაწილი. დანიის სამეფო არის ნატოს დამფუძნებელი წევრი ქვეყანა. დანიის სამეფო არის ერთ-ერთი პირველი ევროკავშირის წევრი ქვეყანა და სულ რაღაც ცოტა ხნით ადრე, ანუ 2 წლის წინ, სანამ შვედეთი და ფინეთი გახდებოდნენ ნატოს წევრი ქვეყნები, დანია იყო ერთადერთი ნორდიკული ქვეყანა, რომელიც იყო ამ ორივე ორგანიზაციის წევრი და ერთ-ერთი ყოველთვის აქტიური წევრი. დანიაზე შემიძლია ძალიან დიდხანს ვისაუბრო, ვინაიდან ჩემი ბოლო მისია დიპლომატიური იყო რასაკურველია დანიაში და 4 წელი ვიმსახურე ამ ქვეყანაში. შესაძლოა მომეცა რომ ყოფილიყავი გრენლანდიაშიც და ფარერის კუნძულებზეც, ვიცნობ ამ ხალხს ძალიან კარგად და მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ დანიელები არიან ჩვენი არანაკლებ მხარდამჭერი, ასე ვთქვათ, არის ჩვენი არანაკლებ მხარდამჭერი ქვეყანა, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები. ჩვენ ყველას გვახსოვს და ყველამ კარგად ვიცით თუ რა დიდი წვლილი მიუძღვის ბალტიისპირეთს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, მაგრამ სამწუხაროდ ცოტა ყურადღების მიმარჩებოდა ყოველთვის დანიის როლი და დანიის წვლილი ამ პროცესში, ვინაიდან როდესაც საუბარია ნორდიკულ ბალტიურ ქვეყნებზე, ეს ნორდიკულ ბალტიური რუიანი ქვია. ამ ჯგუფის სახელით ყოველთვის საუბრობდა დანია. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამის შესახებ ბევრმა არ იცის შეიძლება, მაგრამ დანია იყო, რომელიც ამ ჯგუფის სახელით გამოდიოდა, სწორედ იმიტომაც, რომ იყო ორივე ორგანიზაციის ძირძველი წევრი. ხო, რო არ გადავიტანოთ ყურადღება მთავარი საკითხიდან, გრენლანდიის უსაფრთხოება დაცულია ნატოს ფარგლებში. ანუ გრენლანდია როგორც დანიის ნაწილი ფაქტიურად აძლევს შესაძლებლობას მოკავშირეებს რომ რეალურად შეთანხმებით დანიის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, დანიისა და გრენლანდიის ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოახდინონ ფაქტიურად ნებისმიერი აუცილებელი ზომების გატარება, რომელიც იქნება საჭირო ჩრდილოეთ ნახევარსფეროს, ეს ტერმინიც ახლა ძალიან აქტუალური ხდება, ნახევარსფეროებად სოფლიოს დაყოფა, ნახევარსფეროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ეს ინტერესი, რომელიც ბოლო პერიოდში გამოხატა ამერიკულმა მხარემ, შესაძლებელი იქნებოდა, რომ ძალიან მარტივად დაკმაყოფილებულიყო დანიასთან მოლაპარაკებების შედეგად, გრენლანდიელებთან შესაბამისი პროცედურების გავლის შედეგად და ამის არანაირი პრობლემა არ იარსებებდა. ასევე იმის გათვალისწინებით განსაკუთრებით, რომ ამერიკელებს აქვთ საკუთარი სამხედრო ბაზა ტულეში. ტულე არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ჩრდილოეთით განლაგებული ქალაქი გრენლანდიაში. სამწუხაროდ ვერ მოახერხე ტულემდე ჩასვლა, მაგრამ ვიყავი საკმაოდ ახლოს, ილულისატში ვიყავი. ეს არის ამერიკული ბაზა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელებს გააჩნიათ გრენლანდიაში, მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა რომ ქონოდათ კიდევ რამდენიც დაჭირდებოდა, რამდენსაც საჭირო ჩათვლიდან იმდენი ამერიკული ბაზა, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ან იმ საკითხების, ასე ვთქვათ, უზრუნველსაყოფად, რომელიც მათ მიაჩნიათ საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის აუცილებლად, მაგრამ როგორც ჩანს, ამაზე არ ხდება ხა აქცენტის გადატანა. ანუ ეს ყველაფერი არის გადატანილი მეორე პლანზე და საუბარი იმაზე, რომ გინდა თუ არა ეს მეორე ქვეყნის ნატოს დამფუძნებელი წევრის სუვერენული ტერიტორიის ნაწილი უნდა რაღაცა ფორმით გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი დისკუსია ხარ, რომელიც მიმდინარეობს, იმიტომ რომ თავად ამაზე საუბრის დაწყებას კი, ანუ არ მინდა დავუშვა ის რეალობა, რომ მოხდება რაღაც რეალური კონფრონტაცია ნატოს წევრ ქვეყნებს შორის. უკვე ამაზე დისკუსიის დაწყებას კი ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ ზიანს აყენებს სწორედ ამ ჩამოყალიბებულ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს.
და მომავალში ეს იქნება ძალიან ცუდი პრეცედენტი და ძალიან ცუდი ფაქტი თავად რომ განიხილება დღევანდელ დღეს რეალურად ამერიკის მიერ სხვა ქვეყნების ტერიტორიის წართმევის შესაძლებლობა. ანუ რეალურად არ არის ხოლმე ესეთი მადლიერი საქმე პარალელების გავლება, მაგრამ რეალურად ძალიან ბევრი პარალელი შეიძლება ჩვენ ახლა გავავლოთ იმასთან, რასაც შესაძლებელია ფიქრობდეს ახლა ამერიკის პრეზიდენტი. მე გამორიცხავ რომ ამას ამერიკელი ხალხის სურვილი იყოს ახლა მსგავსი სახით მოქმედება, მაგრამ რაღაცა ფორმით სამხედრო ან ინტერვენცია ან იძულება დანისა ვფიქრობ რომ იქნებოდა უკიდურესად არამართებული გადაწყვეტილება და ძალიან დიდ ზიანს მიაყენებდა სახელმწიფო საერთაშორისო დღის წესრიგს, რომელიც აქამდე არსებობს. დანიას აქვს მინიჭებული გრენლანდიისთვის თვით გამორკვევის უფლება, ძალიან საინტერესო რომ მსგავსი საკითხის პირობები არ არის ფარერის კუნძულებთან მიმართებით, ანუ დანიის მოსახლეობას და შეუძლია რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ, თუ ამის სურვილი იქნება, მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მოიპოვოს საბოლოო დამოუკიდებლობა დანიისგან. რეალურად ჩვენ ახლა დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს 56,000-მდე ადამიანი, 55,800 ადამიანი ცხოვრობს გრენლანდიაზე. რეალურად იღებს ძალიან დიდ ფინანსურ დახმარებას ყოველწლიურად დანიის სამეფოსგან დაახლოებით 4 მილიარდი დანიური კრონია. რომელსაც ეს ადამიანები იყენებენ, ასე ვთქვათ, წლის მანძილზე, დაფარულია სხვადასხვა სოციალური პროგრამები, არის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ამ თანხის ძალიან დიდი ნაწილი რასაკურველია ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას და, ასე ვთქვათ, ადგილობრივი კულტურის შენარჩუნებას ხმარდება. ეს თანხა, რომელსაც იღებს გრენლანდია, რასაკურველია შეჩერდება. როდესაც ისინი შეელობდნენ, იყო რამდენიმეჯერ ეს განხილვის საგანი, როდესაც ჩავედი 2017 წელს, მაშინაც კი იყო განხილვის საგანი და სულ იყო ხოლმე საუბარი, რომ აი გრენლანდიელები ფიქრობენ, რომ ხომ არ ჩაატარონ რეფერენდუმი საბოლოოდ საკუთარ თავის, ასე ვთქვათ, საბოლოოდ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და დანიის სამეფოდან გამოსაყოფად, მაგრამ სწორედ ეს უამრავი საკითხი, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური საკითხი იქნებოდა, არის ასაკული გადამწყვეტი და მათ ეს გადაწყვეტილება არ ჰქონდათ ჯერაც მიღებული. არ არის მარტო რეფერენდუმი, იმისათვის რომ გრენლანდია მოიპოვოს დამოუკიდებლობა, ამისთვის აუცილებელია რომ იყოს რეფერენდუმი პირველი, მერე აუცილებელია რომ გამართოს მოლაპარაკებები გამოყოფის შესახებ, ანუ პირობებთან მიმართებით დანიის ხელისუფლებასთან და მესამეზე დაამტკიცოს დანიის პარლამენტი. ანუ რაღაც პირობები ჩადებულია, რასაკურველია, მაგრამ აქამდე საკითხი არ მისულა, ანუ აქამდე ჯერჯერობით საქმე არ მისულა, რომ გრენლანდიელებს, ასე ვთქვათ, ჩაეტარებინოთ რეფერენდუმი. ეხლა ჩვენ სრულიად განსხვავებული საფრთხის წინაშე ვდგავართ, ანუ ეხლა ნატოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა და ყველაზე დიდი მოთამაშე ცდილობს, რომ მოახდინოს ფაქტიურად მე არ ვთქვა, რომ ცდილობს, მაგრამ ასე ვთქვა, წარმოაჩენს ამ საკითხს ესე, რომ მას სურს მიიერთოს დანია, ანუ ჯერ არანაირ დამოუკიდებლობაზე არ საუბარი, ხო, გრენლანდიისა დანიისგან, ანუ მეორე ქვეყნის სუვერენული ტერიტორია, კიდევ ერთხელ გავამეორებ, სამეფოს ნაწილია, რომ მიიერთოს ეს ნაწილი ნებისმიერი გზით. გუშინ წავიკითხე ასევე ინფორმაცია, რომ განიხილვა საკმაოდ დიდი ასევე ერთ-ერთ შესაძლებლობად განიხილავს ასევე ამერიკული მხარე, რაღაცა ძალიან დიდი რაოდენობით ფულადი ასე ვთქვათ, სახსრების გამოყოფას, თანხის გამოყოფას დანიისთვის. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ვერ გამოვიდეს, ეს არის ძალიან ემოციური საკითხი დანიელებისთვის. სამეფოს შენარჩუნების მნიშვნელობა და მე არ ამგონია რომ ეს იყოს მართებული დისკუსია ამ ყველაფრის გადატანა ფინანსურ ჭრილში, იმიტომ რომ არანაირი თანხა, არანაირი ფულადი ანაზღაურება არ ჩაანაცვლებს ამ სტატუსს დანიელებისთვის და მე ალბათ დისკუსიის დროს ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე დანიელები ძალიან ბევრი რაღაცაში გვანან ქართველებს ჩემი დაკვირვებით და მათთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ასე ვთქვათ საკუთარი თვითყოფადობა ვიდრე ნებისმიერი თანხა ძალიან გამიგზელდა საუბარი. არა, შეზღუდული არ ვარ, შეგვიძლია თავისუფლად ვისაუბროთ ყველაფერი რაც იქნება საჭირო. ზუსტად გვაძლევს ეს ფორმატი იმის საშუალებას, რომ ყველაფერი მიმოვიხილოთ. მე ამიტომ არ ვაჩერებ ხოლმე არავის
ჩემი შემდეგი კითხვა გამომდინარეობს ცოტა ისტორიული კონტექსტიდან. ახლა ჩვენ ხშირად გვესმის და ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ აი რახან გემი გაჩერდა იქ, მარტო მაგიტომ ხომ არ არის, მაგრამ მარტო მაგიტომ ხომ არ არის გრენლანდია დანიის ნაწილი. მაგრამ ამერიკის მიერ დანიის სამეფოს აღიარება, მისი კონტურების აღიარება და გრენლანდიის აღიარება იმ პერიოდში, როდესაც ძალის დემონსტრირება ხდებოდა დიდი ქვეყნების მიერ, პატარა ქვეყნების მიერ, განსაკუთრებით აი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადალაგებების პროცესში, ამერიკას ოფიციალურად აქვს აღიარებული, ანუ მოლაპარაკებები იყო, ეს არ არის ახალი ამბავი, რომ გრენლანდია ტრამპს არ გაახსენდა, ახალი ინტერესი არ არის, დიდი ხანი ამაზე ინტერესი არის. ცივი ომის პერიოდში იქ ძალიან სერიოზული სამხედრო კონტინგენტი იყო წამოჭიმული ამერიკის მხრიდან, ის რადარების სისტემები და ბალისტიკური რაკეტების კონტროლის სისტემები, რაზეც ეხლა არის საუბარი, ეს ყველაფერი ქონდა ამერიკას უპრობლემოდ, მაგრამ ცივი ომის შემდეგ თვითონ ამერიკამ გადასცა გრენლანდიას, როგორც ვიცი, $1 ფასად გადასცა რამდენიმე სამხედრო ქალაქი, რომელიც თვითონ აღარ ჭირდებოდა და ეხლა მიტოვებული არის, ამიტომ რაც თქვენ თქვით, რომ მას შეზღუდვები სამხედრო თვალსაზრისით არ აქვს, ეს არის აბსოლუტური სიმართლე და ვისაუბროთ იმ სამართლებრივ დოკუმენტებზე და იმ კონტრაქტებზე, შეთანხმებებზე, რაც აქვს გაფორმებული ამერიკას და დანიას, ერთის მხრივ ამერიკის მხრიდან გრენლანდია რისაფასურად იყო აღიარებული როგორც დანიის ნაწილი და მეორეს მხრივ რა სამხედრო შეთანხმებები არის და რა თავისუფლებები აქვს ამერიკას გრენლანდიის მიმართულებით. ხო, ისტორიულ წილში ამ საკითხის გადატანა ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად. იმ კუთხით თუ რეალურად გვაინტერესებს ნახოთ რეტროსპექტივაში რამდენი ხნის მანძილზე არის დანიის, ასე ვთქვათ, სამეფოს ნაწილი. გრენლანდია და ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ალბათ 1380 წლიდან, როდესაც ნორვეგიის სამეფომ და დანიის სამეფომ შექმნეს კავშირი. ამ რეალურად გრენლანდია თავიდან იყო ნორვეგიის სამეფოს, ვთქვათ, ნაწილი ნორვეგიის სამეფოს შემადგენლობაში. ამის შემდეგ ეს გადმოდის, რასაკვირველია, უკვე საერთო სამეფოს ნაწილი ხდება და როდესაც ხდება მათი ამ სამეფოს გაყოფა, კალმარის კავშირის დაშლის შემდეგ, გრენლანდია რჩება დანიას. უბრალოდ აქ ერთი ნიუანსია. როდესაც ჩვენ ისტორიულ ასე ვთქვათ, ჭრილში ვიწყებთ საუბარს, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ისტორიული გადმოსახედიდან ფაქტიურად, ხო, ნებისმიერ ქვეყანამ შეიძლება რაღაცა სახის პრეტენზია წაუყენოს მეორე ქვეყანას და უთქვას, რომ აი 200, 300, 400 წლის წინ რაღაც საკითხი, რაღაც ტერიტორიები მეკუთვნოდა მე, რაღაც ტერიტორიები არ იყო შენი. უბრალოდ ამერიკელების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ 600 წლის წინ გემი გადავიდა. ეს რუსებს უფრო ახასიათებს. ხო, გადავიდა პატარა ნავი გრენლანდიის და ამის მერე ამიტომ მიჩემები რომ თურმე ჩემი ეს არასერიოზულია და თქვენ ახსენეთ, ახლა საუბარი ვირჯინიის კუნძულების დათმობა დანიელების მხრიდან ამერიკელებისთვის მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა ეს ყველაფერი და ამის საფასურად, ასე ვთქვათ, ამის საპირწონეთ 1915 წელს თორსტები ამერიკამ მოაწერა ხელი, ასე ვთქვათ, ოფიციალურად აღიარა გრენლანდია დანიის სამეფოს ნაწილად, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი მომენტი მთელს ამ სამართლებრივ ისტორიაში ვინმე და ჩვენ გვაქვს ხო ბოლო დოკუმენტები რომლებიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში უკვე სახელმწიფოების სუვერენიტეტის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ჩამოყალიბებული ჰელსინკის ბოლო აქტი, რომელიც ქვეყნებს აღიარებს იმ ფარგლებში, რა ქვეყნებში ის არიან ამ პერიოდის, ანუ დისკუსიის გახსნა ახლა იმაზე, რომ ჩვენ შესაძლებელია მოხდეთ რევიზია ისტორიული კუთხით და დავიწყოთ საუბარი იმაზე, რომ აი რაღაცა წლების წინ როგორ იყო ვის რა ეკუთვნოდა, ეს იქნება ძალიან კონტრპროდუქტიული ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც ასე ვთქვათ, გარკვეული ტერიტორიული მონაპოვრარი აქვს, მათ შორის მე-20 საუკუნის დასაწყისად. ხო და ამაზეც იყო ქილიკი უკვე რუსეთის პროპაგანდისტების მხრიდან საუბარი ალიასკაზე, ასე შემდეგ და ანუ უამრავ ეს არის ისეთი პანდორას ბოქსის გახსნა, რომელიც რეალურად ჩვენ არაფერს ასიკეთებდე არ მიგვიყვას. საუბარი შეგვიძლია ამაზე, მაგრამ ეს კი მიმაჩნევ ყურადღების გატანის მცდელობა, იმიტომ რომ რეალურად ქვეყნები თანამედროვე საერთო სამართალი ცნობს ქვეყნებს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში, რომლებიც არის 1975 წლისთვის, ასე ვთქვათ,
რა ფარგლებში იმყოფებოდნენ ქვეყნები, მათი საზღვრების ფარგლებში. შესაბამისად, ეხლა ჩვენ თუ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რა იყო აქამდე, ეს ძალიან შორს წაგვიყვანს. ჩვენ მაშინ უნდა გავხსენოთ, რომ ისლანდიაც დანიის შემადგენლობაში იყო და მოიპოვა დამოუკიდებლობა 1919 წელს და მაშინ ძალიან რთულ პროცესს ვიწყებთ. არ ვიცი. მე მიმაჩნია, რომ არ ამართებული ამაზე საუბარი, ვინაიდან ეს ყველაფერი ამ ყველაფერს გავყავართ თანამედროვე სამართლებრივი სივრციდან და გვიხსნის შესაძლებლობას, რომ ვილაპარაკოთ ყველაფერზე. მაშინ ვილაპარაკოთ ისეთ საკითხებზე, რომელიც კიდევ ერთხელ ვთქვი, ნებისმიერი თანამედროვე საერთაშორისო სუბიექტის იქნება რეალურად საფრთხის შემცველი, იმ თვალსაზრისით, რომ ვილაპარაკოთ ყველაფერზე მაშინ, ხო, დაწყებული შეგვიძლია დავიწყოთ ტაოკლარჯეთი და დამთავრებული, არ ვიცი, სხვადასხვა საკითხებზე, ასევე სხვა ქვეყნებმა შეიძლება ჩვენთან მიმართებით იგივე საკითხები დააყენონ და რუსეთს ეს მით უმეტეს ძალიან ცუდ შესაძლოა ხსნა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის, რაც არის დღეს, ანუ რაც არის აღიარებული საერთაშორისო სამართლის მიერ და კარგია, დისკუსია შესვლა კარგია, მაგრამ ვინ საუბრობს ამაზე, რომ ამ მიზნობრიობა რა არის ამისა, მე მიმეჩნია, რომ ეს არის რეალურად ეხლა ყურადღების გადატანა, სრულიად სხვა მიმართულებით, რაც არ უნდა იყოს მომგებიანი არავისთვის, მათ შორის არც ამ დისკუსიის ინიციატორი ქვეყნისთვის. და ყურადღების გადატანას რისგან? ყურადღების გადატანას იმისგან, რომ რეალურად გაცილებით დიდი პრობლემა არის ეხლა სოფლიოში, გაცილებით დიდი კონფლიქტი არის ეხლა ევროპაში. ეს არ არის ჩვენ დისკუსიის თემა, მაგრამ რეალურად რომელიც ამ ყველაფრის ფონზე ხდება ოდნავ მივიწყებული, მე მიმაჩნია, რომ ყურადღებას უკრაინიდან ეხლა ყურადღების გადატანა ამერიკის მიერ გრენლანდიის ანექსიის მცდელობაზე, ხო, მიმაჩნია, რომ ცოტა არაჯანსაღ მდგომარეობაში გვაყენებს ჩვენს უყოლას, იმიტომ რომ გაცილებით კონფლიქტი მიმდინარეობს ეხლა ევროპის ტერიტორიაზე, აგრესორი ქვეყანა უტევს სურაელ სახელმწიფოს, აყენებს ძალიან დიდ ზიანს კიდევ ერთხელ საერთაშორისო სამართლებრივ სისტემას, უნდა რომ არა მარტო ტერიტორია დაიყოს, არამედ სახელმწიფო ეროვნული სახელმწიფო გააუქმოს როგორც ესეთი, ხო? ამაზეა საუბარი და ეხლა გასაგებია რომ ყველაფერს უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ამავე დროს მიმაჩნია რომ გაცილებით მნიშვნელოვანი რაღაცა ხდება, სადაც ამერიკის როლი იქნებოდა, ვფიქრობ რომ უმნიშვნელოვანესი, მისი სწორი პოზიცია იქნებოდა უმნიშვნელოვანესი, მისი სწრაფი რეაგირება და გაცილებით მეტი ჩართულობა ამ პროცესში იქნებოდა უმნიშვნელოვანესი და გაცილებით მეტ პოლიტიკურ დივიდენდს შეძენდა, ჩემი აზრით, ამ ადმინისტრაციას. ვიდრე რომ საუბარი ხა იმაზე დანიას წავარქოთ გრენლანდია და ჩამოვარდოთ გრენლანდია და ისტორიულ წილში ვილაპარაკოთ ამაზე. არ ვიცი, ეს ჩემი მოსაზრებაა, მე მიმაჩნია რომ კი ბატონო, უბრალოდ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს თანამედროვე საერთაშორისო სისტემა, იმიტომ რომ რომელშიც ახლა ჩვენ ყველანი ვარსებობთ, ხო? აქ ეს არის, თუ ჩვენ ხსნით ამ პანდორას ბოქს და თუ ჩვენ ამას რაღაც დონეზე ვაღიარებთ, რომ ეს არის ამის შესაძლებლობა გააჩნია რომელიმე ქვეყანას, რომ ამაზე ისაუბროს ღიას, მაშინ ამის დაშვებასაც თუ ვახდეთ, მაშინ ეს ჩვენთვის არის ზუსტად იგივე შედეგი შეიძლება დააყენოს ამან ჩვენთვისაც, ნებისმიერი ქვეყნისთვის მათ შორის. ამიტომ არ ვიცი, ხო? არა, მესმის აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ ძალიან რთული სიტუაციაა და მე ხშირად უსმენ ხოლმე არა მარტო ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას, არამედ აი პოლიტიკური გადაცემები, პოდკასტები რო არის და იქაც ძალიან სერიოზული მსჯელობა არის იმის შესახებ, რამდენად სერიოზულად უნდა იყოს აღქმული გრენლანდიის საკითხი და რამდენად ღირს ამაზე ყურადღების გამოხვილება, იმიტომ რომ მოსაზრება არის გარკვეულ წრეებში, რომ ტრამპი ვინაიდან არ არის ის კარიერული პოლიტიკოსი, ის არის შოუმენი, არის რეალიტი შოუს ვარსკვლავი და შესაბამისად მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ისვლები, რასაც ის აკეთებს, იზომება არა პოლიტიკური დივიდენდებით და რა შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში პოლიტიკური ქულებად გადაითარგმნოს, არამედ იმითი რამდენად დიდი ყურადღების მიქცევა შეუძლია ამა თუ იმ საკითხისთვის, ან თავისი ბიზნესისთვის და ამიტომ არიან აღშფოთებულები ძალიან ბევრი ანალიტიკოსი, ვისაც აქვს ამაზე აზრი ჩამოყალიბებული, რომ ერთის მხრივ შეიძლება ყურადღება საერთოდ არ მიაქციო, მაგრამ იმის შედეგები, რაც შეიძლება მართლა მოხდეს
მე ვგულისხმობ ნატოს დაშლას, მე ვგულისხმობ რომ სრულიად დასავლური უსაფრთხოების არქიტექტურის გადალაგებას. ამერიკა თუ გააკეთებს იმ სულას, რასულასაც დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს და იგი ხშირად ამბობს დღესაც ისაუბრა ამ თემაზე, რომ კითხეს ჟურნალისტებმა, რაზე ხართ წამსვლელი იმისთვის, რომ გრენლანდია მიიღოთ, პასუხი იყო, რომ თქვენ თვითონ ნახავთ. რაც არ არის ნამდვილად დამაიმედებელი იმისთვის, რომ შესაძლებლობა მიეცეს, უკან დახევის შესაძლებლობა რომ მიეცეს ანალიტიკოს, რომ თქვას, რომ ეს არის რაღაცა შიდა პოლიტიკური თემებიდან ყურადღების გადატანა ან ასე შემდეგ, იქ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის საფრთხე, რაც არის ევროპაში, რაც აღიქმება დანიიდან ამ გრენლანდიის წართმევის, ყოველდღიურად უფრო გამწვავდეს და უფრო ნათელი იყოს. კი, მე მესმის, რომ შეიძლება ერთის მხრივ ეს იყოს ზეწოლის საშუალება იმაზე, რომ ევროპა ცოტა გამოაცოცხლოს, უფრო მეტი დანახარჯი იყოს. ბევრი რაღაცა ახსნა შეიძლება მოუძებნოთ, მაინდა-მაინც გამართლებული არ არის, მაგრამ რაღაც ახსნების, როცა ეძება ახსნა, შეიძლება ეს ახსნა იპოვა, მაგრამ საბოლოო ჯამში ის შედეგები, რაც შეიძლება დადგეს ევროპისთვის, ამ სვლით ამერიკის მხრიდან არის არანაკლებ კატასტროფული, ვიდრე უკრაინის რუსეთის მიერ ბოლომდე დაპყრობა და ევროპისთვის სამხედრო საფრთხის შექმნა იქნება. მე ეს პარალელის საგანგებოდ არ გავალე, ვიგულისხმე რასაკურვი, რომ ფაქტობრივად რით განსხვავდება მაშინ ამერიკის პოლიტიკა გრენლანდიის სამხედრო ძალით მიტაცების თუ მოხდა ესეთი რაღაცა, ანუ რა განსხვავება იქნება მაშინ ამასა და იმას შორის რაც აკეთებს ახლა რუსეთი, ანუ რეალურად ეს იქნება ძალიან ახლოს ერთმანეთთან ორი ძალიან ახლოს თქვენ მოდით ნუ დაუშვებთ იმის შესაძლებლობას რომ ეს მართლა მოხდება არ განმავითაროთ დისკუსია ამ მიმართულებით რომ ეს აუცილებლად რომ ეს არ მოხდება იმიტომ რომ ეს იქნება რეალურად ბევრი რამის დასასრული მსოფლიოში ეს იქნება რასაკურველია ნატოს სამხრივად ცალსახად დასასრული ეს იქნება საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის ინფორმით დასასრული რაფონდა ჩვენ ამას ვიცნობთ ეს გახსნის რასაკურველია ასე ვთქვათ მისცემს შესაძლებლობას ქვეყნებს რომ დიდ ქვეყნებს ასე ვთქვათ რომ განახორციელონ მსგავსი აგრესია ნებისმიერ თავისი მეზობლის წინააღმდეგ და ძალიან რთულ მდგომარეობაში შეიყვანს თანამედროვე სამყაროს ამიტომ მე მიმაჩნია რომ რაღაც მომენტში მე ამის ძალიან მჯერა იმიტომ რომ ვაკვირდები ასე დისკუსიას კონგრესში სენატში ანუ რაც ხდება ვაკვირდები რომ შესაძლებელია საღმა აზრმა რაღაც მომენტში უნდა გაიმარჯვოს იმიტომ რომ კიდევ ერთხელ თუ რეალურად გადაწყვეტილებებს მიღებული რომ სამხედრო გზით მოხდეს რაღაცა ფორმით ამ ტერიტორიის მითვისება ამ ტერიტორიაზე ასე ვთქვათ გადასვლა და შეტევა ამ ტერიტორიის წინააღმდეგ ეს გამოიწვევს ვფიქრობ რომ ძალიან სერიოზულ კრიზისს თავად ტრამპისთვის და მისი ადმინისტრაციისთვის უკვე გაჟღერდა არაერთხელ რომ ეს იქნება პირდაპირ საფუძველი იმპიჩმენტის დასაწყებად მაგრამ მოდით აქამდე ნუ მივიყვანთ საქმე სატომაც გონია რომ პოსტფაქტუმ ეს განცხადება ვკეთებ პოსტფაქტუმ თუ ეს მოხდება მაშინ ეს იქნება თუ ეს განხორციელდება მე ვფიქრობ რომ აქამდე იქნება რაღაცა ფორმით მოხდეს ამის პრევენცია იმიტომ რომ ეს თავად დისკუსია აყენებს უკვე თელ პროცესს ძალიან დიდ ზიანს მაგრამ თუ ფიზიკური შეტევა ან ფიზიკური რაღაც დაგეგმარება ან სამხედრო ჯوارკ წერია, თუმცა დაგვიფარო სამხედრო შენერთების გადასმა, ასე ვთქვათ, გრენლანდიაზე იმ, ასე ვთქვათ, განზრახვით რომ მოხდეს რაღაცა ფორმით ამ კუნძულზე გუშინ წინ გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სურათი, სადაც მას ესე დროშა უჭირავს, მის გვერდზე არის ჯი.დი. ვენსი, პრეზიდენტი და მარკ რუბიო, როშენი ეს დროშას ამერიკულ დროშას აღმართავენ გრენლანდიას. წარმოუდგენელია ყველაზე წარმოუდგენელ სიზმარშიც ალბათ ჩვენ ესეთ რაღაცას ვერ ვნახავდით რომ ამერიკის პრეზიდენტი აი ესე განიხილავს ამ პროცესს და მას მიაჩნია რომ ეს იქნებოდა სწორი მოქმედება. არ არის ნამდვილად დიდი სხვაობა არ იქნება, კიდევ ერთხელ პარალელებს გავლება ძალიან არასწორია, საერთაშორისო ურთიერთობაში ორი მსგავსი შემთხვევა არ არსებობს, მაგრამ ძალიან ახლოს იქნება იმასთან, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში და ნამდვილად აქ უკვე საზღვარი იქნება ძალიან შემცირებული და ეს დაანგრევს საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ მას ვიცნობთ. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმედი მაქვს, რომ რაღაც შეთანხმების მიღწევა მოხერხდება და მინდა რომ ასე ვთქვათ
არ გონიათ სიმართლე გითხრათ რომ ეს არის ზეწოლის ევროპელებზე ზეწოლის განხორციელების მცდელობა. იმიტომ რომ რეალურად პრობლემა არ არსებობს, ხო? რეალურად პრობლემის არ არსებობს, ან მან მოიფიქრა ასევე და ხშირად ამასაც ესეც გვესვის ხოლმე ქართულ ანალიტიკურ სივრცეში საუბარი იმაზე, რომ ხო მართლა არსებობს იქ რაღაც საფრთხე ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან. ეს არის ეს ყველაზე დიპლომატიურად მცდარი ინფორმაცია. არაფერი მსგავსი არ ხდება. მე შემიძლია დაგიგითხრათ, რომ 2017 წელს, როდესაც ჩავედი დანიაში, მაშინ იყო გამოცხადებული ტენდერი ნუგში, გრენლანდიის დედაქალაქში, აეროპორტის მშენებლობაზე და ერთ-ერთი დიდი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი კომპანია, რომელიც იბრძოდა ამ აეროპორტის ასაშენებლად, ანუ საუბარია ნუგზე, გრენლანდიის დედაქალაქში, რომელიც განლაგებულია უკიდურეს სამხრეთით, ამ კუნძულისა იყო ჩინური კომპანია. და მაშინ იყო ძალიან დიდი დისკუსია, იმისა რომ რამდენად ღირდა ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, იგებდა ფაქტიურად დიდი ალბათობით მოიგებდა ჩინური კომპანია ამ ტენდერს აეროპორტის ასაშენებლად ნუგში და აქ ჩაერია დანიის ხელისუფლება, დანიის სამეფო და მათ, ასე ვთქვათ, თავის თავზე აიღეს ამ აეროპორტის შენება. ანუ ამით პრობლემა ამოიწურა. საუბარი იმაზე რომ რაღაცა ფორმით, აი უბრალოდ რომ დავანახოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, საუბარი იმაზე რომ რაღაცა ფორმით პრეტენზიას გამოხატავს ან ჩინეთი ან რუსეთი გრენლანდიის ტერიტორიაზე არის იგივე განცხადება, რომ თქვათ რომ რაღაცა ფორმით ჩინეთი და რუსეთი გამოხატავენ პრეტენზიას ნატოს ტერიტორიაზე. ანუ ნატოს წევრ სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ანუ ხვდებით, ამის მოფიქრება, თავად ამის შეთავაზება ამ კუთხით, რომ ვინაიდან ეს საფრთხე არსებობს. ანუ საფრთხე თუ საფრთხე არსებობს, ეს საფრთხე არსებობს ყველა ნატოს წევრი ქვეყნისთვის, ხო? გაცილებით თუ დიდი ალიანსისთვის, ვიდრე ისე რომელი კერძოდ აღებული კონკრეტულად აღებული რომელიმე ერთი ქვეყანა. ამიტომ ეს არ ამართება ამ ხრივაც აი ამ მსგავსი არასწორი ინფორმაციის გავრცელება, ასევე შეცდომაში შემყვანია ბევრისთვის, რომ მათ მიაჩნიათ, რომ ხო იქ მართლა შეიძლება რაღაც რა ხდება რეალურად ჩრდილოეთ ყინულ ოკეანეში? ხდება ის, რომ ყინული დნება, იხსნება ახალი შესაძლებლობები, სატრანსპორტო შესაძლებლობები, რომლებიც გაცილებით ამცირებს ტერიტორიას აზიიდან ამერიკის მიმართულებით. ასაკოლი ამით დაინტერესებულია ჩინეთი, დაინტერესებულია რუსეთი. რუსეთს გააჩნია ძალიან დიდი ჩრდილოყინულოვანი ფლოტი ამ ტერიტორიაზე, რომელსაც უფრო მარტივად შეუძლია ყინულს, ასე ვთქვათ, გადაადგილება თუ იმ შემთხვევაში გაგრძელდება ყინულის დნობა და ასევე ჩინეთი გამოთქვავს ინტერესს ამ შესაძლებლობისთვის. ჩინეთმა საკუთარი თავი, ესე ვთქვათ, წარმოაჩენა როგორც არქტიკულ ზონასთან ახლო მდებარე ქვეყანა, ის არ არის არქტიკული ქვეყანა, ხო? ყველა ვიცით, არქტიკული ჩინეთი არ არის არქტიკული ქვეყანა, მაგრამ არქტიკულ ზონასთან ახლოს მყოფი ქვეყნის სტატუსი შექმნა თვითონ. და ასე ვთქვათ, დაიჩემა, ესე ვიტყოდის, ასე ვთქვათ, ის მოიხსენიება როგორც ასეთი, მაგრამ რეალურად ჩინეთი არ არის არქტიკული ქვეყანა, ხო? და მასაც აინტერესებს რეალურად აი ეს გასასვლელი, რომელიც დიდწილად შეამცირებს სატრანსპორტო გადაზიდვებს, სატრანსპორტო ხარჯებს და მიმოსვლას უფრო ასე ვთქვათ, გაზრდის ამ მიმართულებით. მაგრამ რეალურად აი რო წარმოვიდგინოთ რომ რა საფრთხეზე ვსაუბრობთ, არც ჩინეთს და არც რუსეთს არანაირი ტერიტორიული პრეტენზია არ აქვს დანიის სამეფოს ტერიტორიისადმი, ანუ დანიის სამეფოს კუთვნილ გრენლანდიასთან მიმართებით არც ჩინეთი და არც რუსეთი არანაირ ტერიტორიულ პრეტენზიას არ გამოთქვამენ, ვერ გამოთქვამენ და იქ არაფერს მსგავსი არ ხდება. და ეს არაცხელ დაადასტურეს თავად ამერიკელებმაც, ხო, სხვადასხვა ფორმით მოხდა ეს ამაზე ყურადღების გამახვილება. ანუ ეს არის ხელოვნურად შექმნილი პრობლემა, რომლის გადაჭრაც უნდა მოხდეს ახლა თვითონ აუცილებლად. ანუ არ არსებულ ადგილას გაჩნდა პრობლემა, რომელმაც ჩემი აზრით ძალიან არამართებულად გადაიტანა ყურადღება, საერთაშორისო ყურადღება სრულიად სხვა მიმართულებით და მიმოჩნდა სადღაც სხვაგან უნდა ვიყოთ, ეხლა ჩვენ სადღაც სხვაგან უნდა იყოს ეს ცენტრი. კი ბატონო, არქტიკა არის ძალიან საინტერესო თემა და მიხარია რომ ახსენეთ, იმიტომ რომ არქტიკა არაერთხელ ახსენებს და არაერთხელ არის მოხსენიებული როგორც მომავლის, ასე ვთქვათ, დაპირისპირების ადგილი. იმიტომ რომ იქ არის საზღვაო გზები, იქ არის შესაბამისი ბუნებრივი რესურსები, რომლის ექსპლუატაციაზეც დავები არის სხვადასხვა ქვეყნებს შორის. ვისაუბროთ ამ თემაზეც, იმიტომ რომ დანია, როგორც არაარქტიკული ქვეყანა, გრენლანდიის მეშვეობით არის ჩართული არქტიკის საკითხებში და აქედან მინდა რომ თვითონ დანიაც ვახსენოთ, არ გამოგვრჩეს, იმიტომ რომ დანია არის არქტიკული ქვეყანა. დანია არის არქტიკული ქვეყანა გრენლანდიის მეშვეობით. ანუ ან დანია გრენლანდიის გამოსწოდებს რომ არის არქტიკული ქვეყანა და შესაბამისად მისთვის ეს საკითხები ძალიან ახლოს არის, ძალიან მნიშვნელოვანია.
გრენლანდიაზე საუბრის დროს ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ინტერესი გამოიხატა, ასე ვთქვათ, რითიც აიხსნება თითქოს ინტერესი, არის არა მარტო სტრატეგიული მდებარეობა არქტიკასთან, ახლოს არამედ მისი ძალიან დიდი მინერალებით გაჯერებული ნიადაგი. და აქაც უნდა გვახსოვდეს, რომ დანია თავად ამ უფლებას, ანუ ნიადაგში არსებული მინერალების გამოყენების უფლების დელეგირებას ახდენს თავიდან ბოლომდე გრენლანდიელებზე, ანუ გრენლანდიის ადგილობრივ თვითმმართველობაზე, გრენლანდიის ეგრეთ ასე ვთქვათ, ხელისუფლებაზე. და აქ არის გარკვეული მორატორიუმი, ვინაიდან არ ხდება მასიურად გამოყენება გრენლანდიის მიერ და არ მიმდინარეობს ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური ექსპლუატაცია, ანუ ვინაიდან სწორედაც ბუნების დაცვის მიზნით. ანუ გრენლანდიელები არ ცდილობენ, რომ ასე ვთქვათ, მაქსიმალურად დაიწყონ იმ რესურსების მოძიება, რომელიც არის ამ კუნძულზე, ვინაიდან მათ მიაჩნიათ, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია იმ ბუნებრივი პირობების შენარჩუნება, რაც არის. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თანმიმდევრულად გრენლანდიაშიც ხდება, ასე ვთქვათ, გაზრდა მინერალების მოპოვებისა, სწორედ ამის ხარჯზე მცირდება დანიიდან ფინანსური დახმარების რაოდენობა, ვინაიდან უკვე დანიელები თავად ახერხებენ გარკვეული სახის ფინანსური რესურსების მობილიზებას და მათ აღრჭირდებათ იმდენი თანხის მიღება დანიისგან, როგორც ეს იყო ადრე და ეს მიმართულება შეიძლება რომ გაიზარდოს მომავალშიც, მაგრამ ეხლა რასაც არის საუბარი, აქ არის მასიურად გამოყენება, ეს არის სწორედაც რომ არის მეტალები, ეს არის სხვადასხვა სახის საბადოები, სხვადასხვა მინერალური საბადოები, რაც ასევე განიხილება როგორც სამიზნე იმ შემთხვევაში თუ რაღაცა ფორმით, ასე ვთქვათ. ერთ-ერთი არგუმენტი, რა თქმა უნდა, არ არის ეს გამართლება, მაგრამ ხშირად ასახელებენ, რომ გრენლანდიის მნიშვნელობა ამერიკისთვის არა მარტო სამხედრო თვალსაზრისით, არამედ მინერალების თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია იმასთან ერთად, რომ სავაჭრო გზები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩინეთს, როგორც ცნობილი არის, აქვს აბსოლუტური დომინაცია იშვიათი მეტალების თვალსაზრისით, რომელიც გამოიყენება მაღალი ტექნოლოგიების წარმოებისთვის, მიკროჩიპების წარმოებისთვის, ხელოვნური ინტელექტის წარმოებისთვის და გადამუშავებაზე აქვს დაახლოებით 90%-იანი ასე მონოპოლია ამ თემაზე და ის მცირე რაოდენობა, შედარებით მცირე, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობაც, რაც გრენლანდიაში შეიძლება იყოს, ამ დომინაციას არღვევს და იძლევა საშუალებას, რომ ჩინეთის უპირატესობა ამ მხრივ ცოტა ჩამოჩოჩდეს და ეს არის ერთ-ერთი თემა, რასაც ასახელებენ, რომ არის მნიშვნელოვანი ამერიკისთვის და არა მარტო ამერიკისთვის, არამედ დასავლური ცივილიზაციისთვისაც და რა შეზღუდვები არის ამ მხრივ მოპოვებაზე და რამდენად რეალურია, რომ ამერიკის ადმინისტრაციის ქვეშ უფრო მარტივად ამოიღონ ის მინერალები, რაც ახლა არის მიწაში. დიახ, იშვიათი მინერალების საკითხი ნამდვილად მნიშვნელოვანია და ამ საკითხს აყენებს ამერიკის ადმინისტრაცია და ვთქვათ, ეს არის ერთ-ერთი ასევე ფაქტორი თითქოს და უსაფრთხოებასთან ერთად, რომ ეს შესაძლებელი იყოს ასე დიდი პოტენციალის მქონე, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გრენლანდიის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 70%-მდე არის პოლარული წრის შიგნით. ანუ ეს არის უკიდურესად რთული ბუნებრივი პირობების რეალობა. აქ ჩვენ გვაქვს -50, -60 გრადუსი, ნახევარი წელი 60, ეს 6 თვე არის ღამე, 6 თვე არის დღე. აქ საუბარი იმაზე, რომ ეს იქნება საპირწონე, აქ დამუშავება და მოპოვება მინერალებს იქნება უფრო იაფი, ან იქნება რელევანტური, მე არ მიმაჩნია მართებულად, იმიტომ რომ ხარჯი, რომელიც გასაწევი იქნება იმისათვის, რომ ამ პირობებში მოხდეს ამ ძვირფასი მინერალების მოპოვება, იქნება რამდენიმე ათეულად უფრო ძვირი, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ ჩვენ ნებისმიერ სხვა ადგილას. ხო, აქ საუბარი იმაზე, რომ კი გასაგებია. ერთადერთი ჩემი აზრით, რაც შესაძლებელია, რომ განიხილებოდეს, ეს იქნება რასაკურველია, აი სწორედ ბუნებრივი პირობების გამო, სიცივისა და ასე ვთქვათ, მუდმივი დაბალი ტემპერატურის გამო ეს
დიდი ცენტრები, კომპიუტერული ცენტრები, რომელიც მახსოვრობის, ასე ვთქვათ, მახსოვრობის data ცენტრები, რომელიც ამუშავებენ დიდი რაოდენობით მახსოვრობას, მათ და ჭირდებათ მათ გაგრილება. აქვე ბუნებრივი პირობები ქმნის ამას და შეძლებს გაკეთდეს ზედაპირზე, რასაკვირველია და ჩვენ გვესმის ბოლო პერიოდში საუბარია დიდ გიგანტებზე, Google, Apple, ასე ვთქვათ, ფიქრობენ რაღაც ამ განედებში ამის გაკეთებას რეალურად, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ აქ მოხდეს დამუშავება, ქვია, ნიადაგიდან ამოღება, მიშოთი მეტალებისა და უფრო ფართო მასშტაბით ამის განხორციელება და ეს იყოს რაღაცა მხრივ უფრო მომგებიანი, მე ნაკლებად რეალურად მიმაჩნია, იმიტომ რომ მას დაჭირდება გაცილებით მეტი ხარჯი, გაცილებით მეტი ფინანსური დანახარჯი ამის გაკეთებას, ვიდრე სხვა ადგილას და შესაბამისად არ იქნება მომგებიანი, ანუ არ დაждდება ის მოპოვებული მინერალის თვით ღირებულება იქნება გაცილებით უფრო ნაკლები ვიდრე რეალურად შეიძლება ჩვენ გვეკონოს. 70% ამ კუნძულისა არის პოლარული წრის შიგნით. და ეს უნდა გავითვალისწინოთ. ანუ რეალურად მზე არ ამოდის 6 თვე და მე არ ჩადის 6 თვე. ანუ და არის -60, -65 გრადუსი ტემპერატურა წლის მანძილზე შესაბამისად აი უბრალოდ რომ ამ რეალობის გათვალისწინოთ რომ ვიხელმძღვანელოთ რამდენად მნიშვნელოვანი და რამდენად ვთქვათ მიზანმიმართული იქნება, მიზანშეწონილი იქნება აქ რაიმე სახის მოპოვებითი სამუშაოების წარმოება და რა დაждდება ეს ყველაფერი. ანუ ხარჯის მხრივაც, მე ვფიქრობ ამაზეც საფიქრალი უნდა. კი ბატონო. მოდით გადავიდეთ გრენლანდიიდან თვითონ დანიაზე, იმიტომ რომ დანია თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე არის ევროპის პოლიტიკაში, ევროპულ სამყაროში, დასავლურ ცივილიზაციაში და საინტერესოა პირველ რიგში გადასვლა რო გავაკეთოთ, დანიაში როგორ აღიქმება გრენლანდიის თემა და ხშირად არის ხოლმე რომ საქართველოში უფრო პანიკაში ვარდება ხალხი ვიდრე სხვა იმ ქვეყნებში არის ხოლმე რა ქვეყნებში რეალურად ხდება სიტუაცია და რამდენად სერიოზულად აღიქვამენ თვითონ დანიელები და დანიის სახელმწიფო იმ საფრთხეს რა საფრთხეზეც ჩვენ ვისაუბრეთ. დიახ, მე მინდა გითხრათ რომ დანიელები საკმაოდ სერიოზულად აღიქვამენ მიმდინარე მოვლენებს. მე მაქვს კონტაქტი ჩემს დანიელ მეგობრებთან, რომლებიც გაკვირვების გარდა უკვე ბოლო პერიოდში უკვე რეალურად გამოხატავენ თავენთ სიბრაზესაც, გამოხატავენ მათ ემოციურ დამოკიდებულებას, იმიტომ რომ გრენლანდია კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, არის დანიის სამეფოს შემადგენელი ნაწილი. ეს არის მათი განუყოფელი ტერიტორიული ერთეული, რომელთან მიმართებითაც რომელიც მათ აძლევს სწორედ აი ამ სამეფოს განცდას, ხო, დანიის შემადგენელი ნაწილი მათი ტერიტორიაა, ხო, დანია და დანიელებისთვის სამეფოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ მაშინ შეგვიძლია შემდგომში კიდევ ვისაუბროთ თუ რა დათქმები ჰქონდა დანიას და რა პირობები შევიდეს ევროკავშირში და ძალიან საინტერესო ნიუანსებია, მაგრამ დანიის სამეფოს ერთიანობა არის წარმოუდგენელი გრენლანდიის გარეშე. ეს ძალიან ემოციურად აღიქმება. მე ვიტყოდი რომ გაცილებით უფრო ემოციურად დანიაში ვიდრე სადმე სხვაგან. მე მქონდა ასე ვთქვათ რაღაც რამდენიმე პროექტი იყო დაგეგმილი დანიაში, რომლებიც სამწუხაროდ გადაიდო დროში, ვინაიდან ეხლა მთელი ყურადღება საზოგადოების არის მიჯაჭვული გრენლანდიაზე, მთელი ყურადღება საზოგადოების არის აი ამ ურთიერთობებზე ეხლა რაც რომლებიც სამწუხაროდ უარესდება ამერიკასთან. და ჩვენ პირველად გუშინ ვიხილეთ ძალიან დიდი დემონსტრაცია კოპენჰაგენის ქუჩებში, სადაც დანიელები პირდაპირ გამოვიდნენ ძალიან მკაფიო გზავნილებით, ძალიან პირდაპირ, ასე ვთქვათ, ღია. ეს არ მომხდარა უნდა ითქვას, დანია არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლო პარტნიორი, იყო ამერიკის, ნატოს ძალიან აქტიური წევრი, ის მონაწილეობდა ყველა სამხედრო მისიაში და იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გამოთქვოდა ხოლმე მზადყოფნას, რომ ჩართული იყო ნატოს სამხედრო მისიებში, მის ფარგლებს გარეთ ესე საშუალოდ დანიის დანაკარგიც არის ძალიან დიდი ბოლო წლების მანძილზე ნატოს ფარგლებში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციების ფარგლებში დანია არის ანუ ერთსულ მოსახლეზე მისი დანაკარგი როგორც წევრი ქვეყნის არის საკმაოდ მაღალი და მე მგონი უფრო დიდია ვიდრე გაცილებით მასზე დიდი ქვეყნებისა და ამიტომ მათ მიაჩნიათ რომ არაფერი არ დაუმსახურებია დანიას იმისათვის რომ ასეთი სახის მოპყრობა დაემსახურებინა ამერიკელებისგან პირიქით ისინი ყოველთვის თავიდან როდესაც დაიწყო ამ საკითხზე საუბარი ჩვენ გვესმოდა ძალიან ხშირად განცხადებები რომ ეს ჩვენ ვართ ხო ანუ რა საჭიროა ჩვენთან საუბარი ამაზე რა საჭიროა საუბარი დანიელებთან ამ ენით რატომ რა საჭიროა ეს მუქარები ჩვენ შეგვიძლია მოვილაპარაკოთ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ როგორ შეგვიძლია გავზარდოთ ამერიკული ბაზების რაოდენობა თქვენ გქონდათ და დახურეთ ხო და დააბინძურეთ გარემო ამ ბაზების გაყვანის შემდეგ ფაქტობრივად ძალიან
ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნა. Შეგიძლიათ გაზარდოთ ეს ბაზები, შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ, შეგვიძლია ანუ საუბარი იმაზე რომ მე ახშენ ამას წაკართო ამ ტერიტორიას ეს დანიელებს ისეთივე მიუღებელია, ზუსტად შეგვიძლია თქვა რომ ვიღაცამ გითხრას ჩვენ რომ აი ხა მე აფხაზეთს ავდგები და წაგართმევ და მივიერთებ მე თვითონ. ანუ სრულიად იდენტური ემოციური ბმა არის ამ მცირე რიცხოვან ერში. როგორც იქნებოდა ეს ჩვენ შემთხვევაში, მათ ვერ წარმოუდგენიათ დანია, გრენლანდიის გარეშე, როგორც ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამაჩაბლოს გარეშე. შესაბამისად, ეს არის მათთვის ძალიან ემოციური მომენტი. ამიტომ ყველაფერი ეხლა რეალურად გადართულია ამ საკითხზე, ვისაც ვესაუბრები ჩემს მეგობრებს დანიაში ვერ იჯერებენ რომ აქამდე მივიდა მდგომარეობა. უკვე იმაზე ფიქრიც აღარ უნდა თუ ეს მომავალში რა დიდ ზიანს მიაყენებს თელს პროცესს და როგორ უნდა მოხდეს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა და არ ვიცი, არანაირ ვერ ხედავს ახლა რეალურად, როდესაც ვთქვათ რაციონალურ აზროვნებას დაუბრუნდება ყველაფერი, როგორ იქნება შესაძლებელი ამ განმოხტვა ამ მდგომარეობის, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი მიდის პირიქით, უფრო მეტი ესკალაციისკენ და დანიელები არიან სრულიად მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ისინი არაპირებენ დათმონ საკუთარი ტერიტორიის ნაწილი, ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, რომ არა მარტო გადასვეს სამხედრო გააძლიერეს სამხედრო შენაერთები გრენლანდიაზე დანიელებმა, არამედ მათ პირდაპირ მიცეს ბრძანება, რომ თუ იქნება მსგავსი შეტევის მცდელობა, მათ ისროლონ ჯერ და კითხვები დასვან შემდეგ. ანუ მათ მოახდინონ დაპირისპირება და შემდეგ დასვან კითხვები. ეს ისტორიულად ძალიან რთულ ისტორიულ ემოციურ მომენტს უკავშირდება ეხა ეს განცხადება რომელზეც საუბრობთ ჩვენ ვინაიდან როდესაც მოხდა ნაცისტების მიერ დანიის დაპყრობა იქ დანიაში შესვლა იქ იყო მომენტები როდესაც აღალჩინოსანმა დანიის სამხედრო პირებმა არ მიიღეს სროლის გადაწყვეტილება და შეპირისპირდა. ანუ ეს უკავშირდება რასაკურველი გარკვეული ისტორიულ მომენტებს, ამიტომ ამ შემთხვევაში ეს ასე რომ არ იყოს, მათ პირდაპირ გააფრთხილეს საკუთარი სამხედროები, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში, ან ნებისმიერ სახით ხელყოფის შემთხვევაში მოხდეს შესაბამისი რეაგირება. ამ ჯერ სროლა და შემდეგ უკითხების დასმა. ამიტომ მიმაჩნია რომ ეს საკმაოდ ემოციური საკითხია. არანაირი ანუ საუბარი იმაზე რომ რაღაცა თანხის კომპენსაცია. ეს კიდევ უფრო შეურაცხყოფელია დანიელებისთვის, იმიტომ რომ ეხლა ამით დავიწყეთ ჩვენ რაღაც ფულზე იყო საუბარი დაახლოებით 700 მილიარდზე, საიდან მოდის ეს ციფრები ჩემთვის სრულად გაუგებარია, მაგრამ საუბარი იმაზე რომ ფულს გადაგიხდი და შენ ტერიტორია მომყიდი ან დამითმე, ეს არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა დანიელებისთვის. ანუ ეს არის წარმოუდგენლად დიდი, ასე ვთქვათ, ემოციური ფონის გამომწვევი დანიაში და ვფიქრობ რომ რასაკურველია ეს კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას, ანუ ცეცხლზე ნაოთხის დასხმის ტოლფასია ვიდრე განმოხტვისა და რაღაცა ფორმით ამ სიტუაციიდან გამოსვლის მცდელობა. დანიელები ამას არ დათმობენ. დანიელებისთვის ამ სახით მოლაპარაკება, ეს საკმაოდ ამაყი ხალხია, ეს საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე. კიდევ ერთხელ პარალელს ვავლებ საქართველოსთან, მინდა რომ ასე ვთქვათ, ამ კუთხით დავინახოთ, მათ აქვთ თავიანთი ძალიან დიდი ისტორია, ძალიან თვითონ ეს არის უწყვეტი მონარქია, 1000 წლოვანი უწყვეტი მონარქია, დღევანდელი მონარქი არის შთამომავალი იმ მეფისა, ჰაროლდ ლურჯ-კბილასი, რომელიც მე-10 საუკუნეში იყო დანიის მეფე. ანუ დანიას აქვს ყველაზე დიდი უწყვეტად ხმარ, ესე იგი, სახელმწიფოს დროშა, ანუ დანებროგი, რომელიც არის რეალურად ყველაზე ძველი დროშა სოფლიოში. ანუ ეს არის ძალიან დიდი ისტორიის, ძალიან საინტერესო კულტურის და ძალიან დიდი თვითყოფადობის მქონე ერი, რომელიც ცხადია მსგავსი ენით საუბარს აღიქვავს დიდ შეურაცხყოფად. და არანაირად არ განიხილავს იმას, რომ რაღაცა ფორმით ან გამოივაჭროს აქე და რაღაც საუკეთესო ანუ ეს ყველაფერი არის მცდარი და გაცილებით ღრმა ემოციურ ფონს იწვევს. დანიელში ვიდრე შეიძლება ჩვენ წარმოვიდგინოთ, ან ვიდრე ეს შეიძლება ეგონოს ახლა ამერიკის პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას. კი, და რახან ჩვენ ეს ვიცით, სავარაუდოდ ამერიკის სპეცსამსახურებმაც იციან ის განწყობები და ის დამოკიდებულებები, რაც არის და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ პრაქტიკულად ინსტიტუციურად თითქოს არ არის კოორდინირებული და კარგად დაგეგმილი ის სვლები, რა სვლებიც მიმდინარეობს ამ ეტაპზე გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით. გრენლანდიიდან უკვე თავიდან ბოლომდე დანიაზე რო გადავიდეთ, საინტერესოა თვითონ დანია როგორ აღიქვავს საკუთარ როლს ევროპის და გლობალურ პოლიტიკაში და უსაფრთხოებაში.
დიახ, ფიქრობ რომ ეს ძალიან საინტერესო კითხვაა, ვინაიდან ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ ვინაიდან ეს ქვეყანა არის პატარა, თუმცა პატარა არ არის როგორც გამოჩნდა, ხო? თუ ჩავთვლით რომ თუ ჩვენ დავაჯამებთ დანიისა და გრენლანდიის ტერიტორიებს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ქვეყანა. შესაბამისად, განცდა იყო ესეთი, რომ რეალურად დანიის მონაწილეობა იყო ან შეზღუდული ან მისი ინტერესები არ იყო ესეთი ღიად თქვათ აქტუალურად წარმოქმნილი. ეს არის ყველაფერი მცდარი. ან შესაძლებელი ყოფილიყო რომ ის სხვა დიდი ქვეყნების გავლენის ქვეშ ექცევა და მათ პოზიციებს. ეს თავიდან ბოლომდე ეს მითი გაქარწყლდა, მას შემდეგ რაც მე ჩავედი ამ ქვეყანაში 2017 წელს. დანიას აქვს ძალიან კონკრეტული პოლიტიკა ევროკავშირის ფარგლებში, ძალიან კონკრეტული პოლიტიკა საკუთარი უსაფრთხოების და თავდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ნატოს ფარგლებში. ისინი უყურებენ მდგომარეობას იმ გადმოსახედიდან, რომ აუცილებელია იყოს შენარჩუნებული თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები დანიის სახელმწიფოს მთავარი ინტერესი არის და ამისათვის ისინი რეალურად მზად არიან რომ მაქსიმალური კონტრიბუცია გაწიონ როგორც ერთი ასევე მეორე ორგანიზაციის ფარგლებში. დანიას აქვს ყველაზე მეტი ორმხრივი ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან. ანუ ესეც ძალიან საინტერესო საკითხია, თუმცა ჩვენთან დაიწყო საუბარი ამაზე თუ რა საფრთხის შემცველი იყო ბჭყალებში ეს ყველაფერი საქართველოსთვის და სერიოზულად მიდიოდა ამაზე მსჯელობა, მაშინ ზოგადად ამ პერიოდში მომიწია ჩასვლა და ნუ დანილებს ეს რეალურად ვერც გაიგესრაზე იყო საუბარი, იმიტომ რომ რეალურად ქვეყნისთვის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების რაოდენობა არის მისთვის უდიდესი შესაძლებლობა და ყველაზე მეტად მისი ეკონომიკური სტაბილურობის გარანტია არის სწორედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და დანია არის ძალიან აქტიური პარტნიორი, როგორც ალბათ ყველა მიცის ნატოს ფარგლებში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფარგლებში, მას მიუღია მონაწილეობა, ძალიან აქტიური მონაწილეობა ნატოს ყველა სამშვიდობო და სამხედრო მისიაში. საზღვარგარეთ მათ ერთ სულ მოსახლეზე აქვთ ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანის ხوerპლისა ნატოს ფარგლებში. არმიდა შეცდომა შევუყო ჩვენი მაყურებლები მოწინ ერთ-ერთი ყველაზე ესე ვთქვათ დიდი დანაკარგი განიცადა დანიამ ავღანეთში და მათ ეს მიაჩნიათ რომ არის მათი კონტრიბუცია საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში. ისინი ამას უყურებენ არა როგორც პატარა ქვეყნის გადმოსახედიდან, ამას უყურებენ როგორც სრულფასოვანი ნატოს წევრის გადმოსახედიდან. მათ მიაჩნიათ რომ უნდა იყოს დანიის ჩართულობა მაღალი. ისინი ერთი მომენტია გასათვალისწინებელი, რასაკვირველია თქვენ დანიას ჰქონდა ეგრეთ წოდებული დათქმები ევროკავშირის გაწევრების პროცესში. ჩვენმა მაყურებელმა ალბათ იცის, ეს დათქმები მათ შორის უკავშირდებოდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, საგარეო პოლიტიკის თავდაცვის სფეროში დანიის, ასე ვთქვათ, თავშეკავებას. ისინი არ იღებდნენ ავტომატურად მონაწილეობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის მიერ წარმოებულ ასე ვთქვათ, ოპერაციებში, გადაწყვეტილებებში, რაც შეიცვალა 2022 წლის აგრესიის, რუსული აგრესიის შემდეგ. მათ გადალახეს ეს დათქმა და ჩაერთნენ სრულფასოვნად ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში. შესაბამისად, აქაც მიიღეს მათ ძალიან რაციონალური გადაწყვეტილება, რომ როდესაც საფრთხე ემუქრება ევროპის კონტინენტს, ევროპის უსაფრთხოებას, ისინი ვერ დარჩებიან განზე, ვერ იქნებიან განზე და უნდა მიიღონ მონაწილეობა მაქსიმალურად. ამიტომ 1 ივლისიდან 2022 წლის 1 ივლისიდან ისინი არიან სრულფასოვანი წევრი ევროკავშირის უსაფრთხოებისა თავდაცვის პოლიტიკის და ანუ კიდევ ერთხელ, ეს არ არის ქვეყანა, რომელიც უბრალოდ სხვა დიდი, ასე ბჭყალებში გაუფრო გავლენიანი ქვეყნის პოლიტიკას უბრალოდ გაიზიარებს, ეს არ არის, ისინი უყურებენ ევროკავშირისა და ნატოს პოლიტიკას როგორც სრულფასოვანი წევრი, მათ მიაჩნიათ, რომ თუ ეს აკმაყოფილებს მათ ინტერესებს, ისინი მზად არიან მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა, თუ არა და ისინი ამას ღიად დააფიქსირებენ. და კიდევ ერთხელ, სულ ცოტა ხნით ასე რამდენიმე წლის წინ დანია იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც იყო ორივე ორგანიზაციის წევრი და იყო უნიკალური ნორდიკული ქვეყანა, რომელიც იყო როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამით ის ძალიან ამაყობდა, რომ ამის შესაძლებლობა მას ჰქონდა, იყო დამაკავშირებელი ხიდივით. მათ შორის ნორდიკებსა და დანარჩენ ნორდიკულ ქვეყნებსა და ნატოს ორგანიზაციას შორის. ამიტომ დანია არის ძალიან ამაყი ქვეყანა, რომელსაც მიაჩნია თავისი
კიდევ ერთხელ ზომაც პირობითია, ხო? ეხლა ჩვენ თუ მატერიკულ დანიას გულისხმობთ, რასაკვირველია, აქ არ არის დიდი ტერიტორიებზე საუბარი, მაგრამ მას მიაჩნია თავისი სათქმელი, თავისი წონა არის მნიშვნელოვანი, მის სიტყვას, მის გადაწყვეტილებას აქვს ძალიან დიდი წონა და ის ყოველთვის აქტიურად ერევა მიმდინარე პროცესებში, არა მარტო სხვა ნორდიკულ საკითხებს, ახლა ნორდიკულ საკითხებს, არამედ ევროპის უსაფრთხოება. ჩვენ ეს ვნახეთ უკრაინასთან მიმართებით დანია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოუყო სამხედრო თვითმფრინავების ძალიან დიდი რაოდენობა და ფაქტობრივად თავიდან ბოლომდე თავისი სამხედრო ასე ვთქვათ შესაძლებლობების ძალიან დიდი კომპონენტი დაუთმო უკრაინას. დაუყოვნებლივ, აი მუქარების, როდესაც იწყებოდა ეს პროცესი, გვახსოვს ჩვენ როგორი მუქარა ქონდა რუსეთსო თუ ვინმე ამას გააკეთებს არც მიუქცევიათ ყურადღება ამაში. ანუ ეს სერიოზულად აღუქვავს ეს დანიას, მათ პირდაპირ გამოყვეს ძალიან დიდი დახმარება უკრაინისთვის და ეს პროცესი გრძელდება. დანია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების გამწევი უკრაინისთვის და ისინი ამით ძალიან ამაყობენ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეხლა ნამდვილად ხდება ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ამ ქვეყანასთან მიმართებით, ნამდვილად ისინი ამას არ იმსახურებენ და ეს არ არის ქვეყანა, რომლის წვლილიც ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში არის მცირე ან თუნდაც საშუალო. ეს არის საკმაოდ გავლენიანი, საკმაოდ დიდი წონის ქვეყანა ამ თვალსაზრისით და ის მზად არის და მზად იყო ყოველთვის, რომ ამ პროცესისთვის მაქსიმალური მიეცა, მაქსიმალური კონტრიბუტორი ყოფილიყო ამ ყველაფერში. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა. დანია ძალიან როგორც თქვით აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის და ნატოს ფარგლებში, სხვადასხვა პროცესებში. საინტერესოა დანიის სტრატეგიული ინტერესები არქტიკაში. რა ფორმატებში მონაწილეობს და რა ინტერესები აქვს, ანუ რა მიმართულებით ცდილობს დღის წესრიგის ფორმირებას. დიახ. დანია, როგორც აღნიშნე, დანია არის ნორდიკული, არქტიკული ქვეყანა. დანია ჩართულია ყველა იმ ფორმატში, რომელიც არის, ეს არის ჩრდილოეთ არქტიკული საბჭო, ეს არის პოლარული საბჭო, ანუ ყველა, ოღონდ აქ დანია მონაწილეობს, უნდა გვახსოვდეს გრენლანდიასთან ერთად, ესეც ძალიან საინტერესოა. გრენლანდია საკითხებს რასაკვირველია, ძირითადად ის პროცესები, რომელიც ვითარდება ჩრდილოეთ პოლუსზე, ძირითადად ეხება გრენლანდიას, მაგრამ გრენლანდია იღებს გადაწყვეტილებებს დანიის ხელისუფლებასთან შეთანხმებით. ანუ ყველაფერი ხდება შეთანხმების საფუძველზე და ეს ქვეყანა რეალურად მიესალმება იმ ეკონომიკური შესაძლებლობის გახსნას, რომელიც რასაც გამოიწვევს ყინულის დნობა, რასაც გამოიწვევს ახალი გზების ჩამოყალიბება, ისინი მიესალმებიან რასაკვირველია გააქტიურებას ამ კავშირებისა, ოღონდ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს რასაკვირველია ბუნების დაცვა და ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური ყურადღება ბუნების შენარჩუნებაზე, ანუ ენდემური ბუნების შენარჩუნებაზე, იქნება ეს გრენლანდიაზე თუ იქნება ეს ჩრდილოყინულოვანი შელფი, რამდენად უნდა დაზიანდეს, როგორ უნდა მოხდეს აქ მაგალითად ჭაბურღილების გაყვანა, ანუ ჭაბურღილების აშენება, რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ როგორ უნდა იმოქმედონ ქვეყნებმა, აქტიურმა ქვეყნებმა იმისათვის, რომ არ დააზიანონ ბუნებრივი გარემო ჩრდილოყინულოვან ოკეანეში და ან ძირითადი ამოსავალი წერტილი დანიის არის ამიტომ. კი, რასაკვირველია ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, მაგრამ ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური დაცვით და ამაზე ყურადღების გამახვილებით. ეს არის ვფიქრობ, რომ არა მარტო დანიას გასაგებია შედარებით, ასე ვთქვათ, უფრო ნაკლები მიმოსვლის, ასე ვთქვათ, სატრანსპორტო შესაძლებლობები გააჩნია გრენლანდიიდან რასაკვირველია და მაგრამ როგორც წევრი ქვეყანა, როგორც ნორდიკული საბჭოს წევრი, ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი ქვეყანა, მას აქვს საკუთარი ხმის უფლება, ისინი ფიქრობენ, რომ არ უნდა მოხდეს ბუნებრივი რესურსების გაწირვა ეკონომიკური პოტენციალის ხარჯზე, არ უნდა მოხდეს ეკონომიკისთვის ყველაფრის შეწირვა და ეს არ უნდა მოხდეს იმის დაზიანება, რაც არის ამ რეგიონისთვის უნიკალური. კი ბატონო. ძალიან საინტერესოა, ჩვენ ფართოდ ვისაუბრეთ უკვე და დანია ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩანს, იმიტომ რომ იმ ტერიტორიებისთვის, რომელიც მისი არის, აქვს გარკვეული ტიპის ავტონომიები მიცემული, აქვს შიდა კონტროლის საშუალებები მიცემული, თავისუფლად აძლევს უფლებას, რომ რეფერენდუმიც ჩაატარონ თუ ამის საჭიროება იქნება. საინტერესოა თვითონ დანიის პოლიტიკური მოწყობა. რა პოლიტიკური წყობის სახელმწიფო არის?
ეს არის საკონსტიტუციო მონარქია. დანია არის ძალიან საინტერესო ქვეყანა. ეს არის საკონსტიტუციო მონარქია, რომელსაც მართავს ეხლა მეფე. მანამდე იყო დედოფალი. ეს ოღონდ საკონსტიტუციო მონარქია მაქსიმალურად შეზღუდულია, რასაკვირველია, აქ არის მეფის უფლებამოსილებები არის მინიმუმამდე დაყვანილი, ის აძლევს რთავს უფლებას, რასაკვირველია ბოლოს მოხდეს არჩევნების შემდეგ მოხდეს ხელისუფლების ჩამოყალიბება, მის და საბჭოს ხელდასმა, მაგრამ იმ შემთხვევაში ეს არის შეთანხმებული, ოღონდ არის ასე ვთქვათ ბუნებრივი მომენტი, არასდროს არ მომხდარა, რომ მეფეს რაღაც სახის წინააღმდეგობა გამოთქვა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტისადმი, ხდება ჩვეულებრივად მის მიერ ცერემონიალური ხასიათის მატარებელია ეს ყველაფერი და ყოველთვის ხდება თარგმნა. მე მქონდა შესაძლებლობა რომ მე დამესვა ეს კითხვა ჩემი დანიელი მეგობრებისთვის, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ რაღაც მომენტში მოხდება მონარქი მოხდეს შეეწინააღმდეგება არჩეული პოლიტიკური პარტიების მიერ ჩამოყალიბებული კაბინეტის, ასე ვთქვათ, შეკრებას, მათი ცალსახმელზე მაშინ მონარქია დამთავრდება. ანუ რეალურად მონარქიას დანიელები ინარჩუნებენ, იმიტომ რომ ეს მათთვის ისტორიული ფასეული, მათი თვითყოფადობის კიდევ ერთხელ ძალიან ძლიერი ნიშანია, მათ უნდათ რომ ყავდეთ მონარქი, მეფე, ეს სტატუსი შეინარჩუნოს მონარქისა, მაგრამ რასაკვირველია, დანარჩენ საკითხებში ხალხის აზრი არის ამოსავალი წერტილი და დანია არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა, სადაც უმცირესობების ხელისუფლებები არის ყველაზე ხშირი ფაქტი, ანუ უმცირესობები პარლამენტში ხშირად ადგენენ ხელისუფლებას, ანუ კრიბავენ კოალიციას და მათ ეძლევათ შესაძლებლობა რომ მართონ ქვეყანა. მხოლოდ ორჯერ მოხდა დანიის უახლეს ისტორიის მანძილზე, როდესაც ერთპარტიული მართლობა იყო დანიაში, ისე დიდხანს არ გაგრძელებულ, ანუ ყოველთვის კოალიციური მართლობა არის ამოსავალი წერტილი და თუ არის იმის საფრთხე რომ თქვათ მოხდეს ასე ვთქვათ ძალაუფლების კონსოლიდაცია ერთი პარტიის ხელში, ის ერთი პარტია თავს იკავებს ხოლმე ხელისუფლებას მოსკოვში და აძლევს შესაძლებლობას რომ უმცირესობაში ყოფნა პარტიებმა შექმნან კოალიცია და მართონ ქვეყანა. ამიტომ ეს არის ძალიან ძლიერი დემოკრატიის მქონე ქვეყანა, ძალიან საინტერესო მოწყობით რომ არის ამავე დროს კონსტიტუციური მონარქია, ყავთ მონარქი. მონარქია არის ამავე დროს დანიის ეკლესიის ხელმძღვანელი, ანუ ეს არის დანიური პროტესტანტიზმი, დანიური ლუთერანი პროტესტანტიზმი. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ასე ვთქვათ, დანიური ეკლესიის ხელმძღვანელად ითვლება მონარქი თავად და ასე ვთქვათ, აქაც ვფიქრობ, რომ უნიკალური ესეთი რაღაც ალბათ სხვაგან არსად არ არის, ინგლისში იყო, ინგლისში არ არის ხოლმე. მაგრამ მათ ისინი შეეცადნენ რომ როდესაც იყო საუბარი დანიის გაწევრიანებაზე ევროკავშირში, მათ მაქსიმალურად შეენარჩუნოთ აი ეს თვითყოფადური ელემენტები, რაც იყო მაგალითად ერთ-ერთი დათქმარი, რასაკვირველია ისინი არ მონაწილეობენ ევროს ერთიანი ევროპული ვალუტის სივრცეში. და როდესაც ჩავეძიეთ, ამიტომ დაგვაინტერესა რომ რატო იყო ეს გაწეული მიღებული, იმიტომ რომ მათი სურვილი რომ ჰქონდეთ საკუთარი ეროვნული ვალუტა, მათ უნდათ რომ ჰქონდეთ ეს დანიური კრონა, რომელზეც გამოსახული იქნება მონარქი, გამოსახული იქნება ჰანს ქრისტიან ანდერსენი, გამოსახული მათი ეროვნული გმირები, მათ ვერ არ დათმეს ეს ეროვნული, ასე ვთქვათ, ელემენტები, რომელიც მათ უნდათ რომ საკუთარ ვალუტაზე ჰქონდათ, მაგრამ რეალურად დანიური კრონა არის სტაბილურად მიბმული ევროსთან, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ის ფაქტიურად არიან ევროს სისტემაში ჩართული, იმიტომ რომ ცვალებადო აქ არ არის არანაირი რეალური კურსის სხვადასხვაობა, ესეც სტაბილურად მიბმული ევროსთან. მაგრამ ეს ამ ელემენტს ისინი ინარჩუნებენ, ხო? დანიის პარლამენტს ძალიან დიდი გავლენა აქვს საგარეო პოლიტიკაზე. საგარეო პოლიტიკის კომიტეტი დანიის არის ერთ-ერთი ცენტრალური უჯრედი, რომელიც გავლენას ახდენს საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე. ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე, ეხლა გამოდის ასე თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აქტიურობს სოციალურ ქსელებში და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეები. ეს ორი ადამიანი განსაზღვრავს რეალურად საგარეო პოლიტიკურ ათანხმებს საგარეო პოლიტიკურ კურსს პარლამენტსა და ხელისუფლებას შორის. მათ აქვთ ძალიან კაფიო პოზიცია ეხლა მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით. ისინი რეალურად
ამოსავალი წერტილი მათი არის ის, რომ დანია რჩება ერთგული აქამდე არსებული ფორმატებისა. დანია რჩება ბოლომდე ერთგული ევროკავშირისა და ნატოს ნატოსადმი და მათ მიაჩნიათ, რომ ამის ფარგლებში შესაძლებელია ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა, თუ იქნება კეთილი ნება ამისათვის, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ მე მგონი ამ ფაზას გავწვდით უკვე და რაღაცა სხვა რეალობაში ვიყოფებით, მაგრამ ფიქრობ, რომ ერთ-ერთი კონსტიტუციად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოწყობის ქვეყანა არის. ბევრ რაღაცაში გვანან ჩვენ, ძალიან ბევრ რაღაცაში, საქართველოს არა, ეხლა კონსტიტუციური მონარქია, მაგრამ აი საკუთარი ეროვნული თვითყოფადობის შენარჩუნების, საკუთარი ისტორიის ხაზგასმის, საკუთარი ენის პატივისცემის, საკუთარი აი პროტესტანტული დანიური პროტესტანტიზმის ასე ვთქვათ პატივისცემის თვალსაზრისით. ანუ თუ ვიღაცას აინტერესებს რეალურად როგორ შეიძლება რომ თავიდან ბოლომდე შეინარჩუნო შენი ფასეულობები და ამავე დროს იყო ორივე ორგანიზაციის წევრი, უნდა ჩავდეს დანიაში და ნახოს ეს ყველაფერი, როგორ ხდება და რამდენად არის აქ დაფასებული ისტორია ქვეყნის, რამდენად დაფასებული ოჯახური ღირებულებები, რამდენად დაფასებული რწმენა, რამდენად არის დაფასებული კულტურა, ენა. თქვენ იცით რომ დანიური ლიტერატურა არის ძალიან ფართოდ ცნობილი და ასე ვთქვათ ისინი მათ ძალიან იამაყებათ ეს ყველაფერი. ამიტომ დანია ჩემი ერთ არის საუკეთესო მაგალითი პატარა ქვეყნებისთვის, კიდევ ერთხელ პატარა პირობითად ვამბობ ამ პატარას, მატერიკულ დანიაზე, როდესაც საუბრობ. და საუკეთესო მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება იყო დაიცვა შენი ეროვნული თვითყოფადობა, დაიცვა შენი შეთვის მნიშვნელოვანი ისტორიული ასე ვთქვათ მოცემულობა და არ დათმო ეს არაფერი და იყო ჩვეულებრივად ორივე ორგანიზაციის მოწინავე ქვეყანა ორივე ორგანიზაციაში ისე ასევე ძალიან წარმატებული ეკონომიკური მოდელი აქვს კიდევ ერთხელ ვამბობ ამ მრავალმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ხარჯზე დანია თავაზობს ერთ-ერთ უმაღლეს ხარისხის პროდუქტს თელსოფლიოს, ანუ კონკურენციაში შედის ხარისხის არა რაოდენობის, არამედ ხარისხის თვალსაზრისით და ამით არის ჩემზე უნიკალური მაგალითი ჩვენთვისაც, ხო? ანუ როდესაც საუბარი იმაზე თუ ჩვენ როგორ გავუწევთ კონკურენციას ვინმეს ჩვენს გარშემო, გავუწევთ კონკურენციას ხარისხის მეშვეობით. და ამის საუკეთესო მაგალითი არის დანია, რომელიც როდესაც მე ჩავედი 2017 წელს მიკრო და საშუალო ზომის რობოტების წარმოებაში გაასწრო გერმანიას. გერმანიას ეს ნიშა გამოყენებული არ ქონდა და ანუ გახდა მიმწოდებელი გერმანიისათვის რობოტოტექნიკა, ანუ სარობოტო ტექნიკის მიმწოდებელი, რაც ფაქტობრივად ხო წარმოუდგენლად მიგვაჩნია ჩვენ გერმანია ცნობილია როგორც ამ ხრივ ერთ-ერთი ყველაზე ლიდერი მსოფლიოში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მათ არ ქონდათ მცირე და საშუალო ზომის რობოტები, რომლებიც სხვადასხვა საქმეს, სხვადასხვა რაღაცებს გამოიყენება და ანიამ ეს ნიშა იპოვა, გამოიყენა და შექმნა სექტორი. აქ არის რასაკვირველია ძალიან დიდი სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით არის ასევე ჩვენთვის რაც საინტერესოა, უდიდესი პოტენციალის ქვეყანა და დანიური პროდუქცია წარმოდგენილია სოფლიოს ყველა კონტინენტზე. მათ ფაქტობრივად არ უგრძნოთ ეკონომიკის დივერსიფიკაციის თვალსაზრისით დანია არის იმდენად უნიკალური ქვეყანა რომ მათ არც უგრძნიათ ეკონომიკური კრიზისი 2008 წლის კრიზისი აქვს თორე ამაზე საუბარი გვაქვს ხოლმე როგორ მოხდა ეს ყველაფერი სწორედაც რომ აი ამ დივერსიფიცირების მეშვეობით და თავისუფალ საავტო შეთანხმების მეშვეობით მათ უბრალოდ მოახდინეს გააზრდა პროდუქციის იმ ბაზრებზე, სადაც იყო უფრო მეტი, ასე ვთქვათ, მოთხოვნა და ისინი ყოველთვის ინარჩუნებენ, ასე ვთქვათ, ნამაც მოთხოვნაში, ანუ უფრო ნაკლები პროდუქცია მიეწოდება ამ სოფლიოს ყველა ქვეყანას დანიური პროდუქცია, ვიდრე ამის შესაძლებლობა არსებობს, თუ შეიქმნება სადღაც პრობლემა, ისინი ნებისმიერ შეუძლათ მათ გაზარდონ პროდუქცია. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები დანიის შესაბამის სოფლის მეურნეობის წარმომადგენელ კომპანიებთან Royal Denmark არ ვიცი ალბათ გაგიგიათ ყოველთვის ცნობილი დიდი ჩვენთან 90 წლების დასაწყისში კონსერვები ასე ჩამოდიოდა მათი ხორცის ნაწარმი იყიდებოდა საქართველოში და ეს არის უდიდესი კომპანია. ანუ მესაქონლეობა არის ძალიან განვითარებული, მეცხოველეობა არის ძალიან განვითარებული. ეს არის ქვეყანა რომელიც ფაქტიურად ხარისხის შეთავაზების საშუალებით ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას საკუთარ რეგიონში, ანუ ევროკავშირში და მას შეუძლია ნებისმიერ დროს რომ ანახოს ძალიან მაღალი შედეგი
სხვადასხვა მიმართულებით არ არის შეზღუდული მხოლოდ ერთ რომელიმე სფეროზე. ანუ ეს არ არის ჩამოყალიბებული, რა თქმა უნდა, მარტო სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა, ან მარტო რაღაც ერთი მიმართულება არ არის. მარტო აქ კომბინირებულად ეს ქვეყანა ახერხებს იმას, რომ იყოს ძალიან მაღალი ეკონომიკური შესაძლებლობის მქონე ქვეყანა და ასევე თავის საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს კონტინენტზე. ვფიქრობ, რომ საუკეთესო მაგალითი იქნებოდა ჩვენთვის სხვა რეალობაში. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა. დანია არის ქვეყანა, როგორც ავღწერეთ, რომელსაც ძალიან დიდი ინტერესი აქვს, რომ შეინარჩუნოს თავის ეროვნული იდენტობა, ის სიმბოლოები და ის უფლებები, რაც მას გააჩნია ისტორიულად, ევროკავშირის წევრობაშიც, ნატოს წევრობაშიც და ასეთი ტიპის ქვეყნებს ხშირად ახასიათებთ სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დანახარჯები, მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის შენარჩუნება. ამ მიმართულებით რა სიტუაცია არის დანიაში? დანია როგორც აღნიშნა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ორივე თვალსაზრისით ბოლო პერიოდში გაძლიერდა ევროკავშირის მიმართულება, მაგრამ ძირითადად როგორც ნატოს დამფუძნებელი ქვეყანა დანიის წვლილი ამ ორგანიზაციაში არის შეუდარებელი. დანია რეალურად ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს უსაფრთხოებას, მათ ცოტა ხნით ადრე, სულ ცოტა ხნამდე ჰქონდათ ძალიან დიდი ასე თქვათ შედარებით სხვა ნორდიკულ ქვეყნებთან შედარებით ჰქონდათ გაცილებით დიდი სამხედრო კონტინგენტი. ისინი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ ჰიბრიდული ომის წარმოებას და ჰიბრიდული ომის ელემენტებს საკუთარ სამხედრო კონცეფციაში. ისინი მათ მიაჩნიათ, რომ რეალურად საფრთხე აქამდე ყოველ შემთხვევაში არსებობდა მომდინარეობდა რასაკვირველია რუსეთიდან. რუსეთი იყო ქვეყანა, რომელიც არაერთხელ დაარღვია სამხედრო და საზღვაო სივრცე დანიის, რამდენჯერმე იყო ესეთი შემთხვევა და ამას დანიამ შესაბამისად უპასუხა და უყურებლივ მოხდა ამას რეაგირება თვითმფრინავებისა და შესაბამის სამხედრო დანიშნულების ხომალდების გაყვანა დანიის ტერიტორიული წყლებიდან, მათ იძულება მათი გაყვანისა. ანუ რასაკვირველია მათი ჩართულობა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოების სფეროში არის და იყო ყოველთვის განსაკუთრებული. დანია იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაწილე ქვეყანა საფრთხეებთან ჩრდილოეთ ევროპაში საფრთხეებთან გამკლავებისა, როგორც უკვე აღნიშნა, ეს იყო საჰაერო ალიანსის საჰაერო სივრცის დარღვევა. ჩვენ გვახსოვს იყო ინციდენტი, როდესაც წყალქვეშა გემები შემოვიდნენ შვედეთის ტერიტორიაზე და აქაც მყისიერი ძალიან მკაფიო რეაგირება მოახდინა დანია მოხდართან დაკავშირებით. ანუ დანია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მძლავრი კონტრიბუტორი ევროპული უსაფრთხოებისა და მას მიაჩნია, რომ ეს სრულად ნორმალური ბუნებრივი პროცესია მისთვის. მათ კიდევ ერთხელ ისინი იყვნენ ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოთქვა სურვილი, რომ ჩართულიყვნენ ამერიკის მიერ წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციებში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და კიდევ ერთხელ მათი დანაკარგი ადამიანური, ასე ვთქვათ, მსხვერპლი ამ პროცესებში არის საკმაოდ დიდი. ანუ ერთსულ მოსახლეზე არის საკმაოდ დიდი. კი ბატონო. ჩვენ ვისაუბრეთ ევროკავშირში დანიის მონაწილეობაზე და მოდით ჩავშალოთ ის დათქმები და ის პრიორიტეტები, რაც დანიას აქვს და ევროკავშირის შიგნით ურთიერთობების მხრივ. ევროკავშირში დანიას გააჩნია ჰქონდა სამი დათქმა 2022 წლის 1 აპრილამდე. ეს პირველი დათქმა იყო რასაკვირველია დანიის, ისე ვთქვათ, ავტონომია, რამდენად მიიღებდა ის მონაწილეობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ევროკავშირის უსაფრთხოების თავდაცვის პოლიტიკაში. მეორე იყო რასაკვირველია ის, რომ ის არ მონაწილეობს შიდა და იუსტიციის საქმეების გადაწყვეტაში, ანუ ეს იყო რეალურად საიმიგრაციო საკითხებთან მიმართებით დანიის შეზღუდვა, რომ მას ჰქონდა უფლება თავად მიიღო გადაწყვეტილება თუ რა საიმიგრაციო პოლიტიკას გაატარებდა. ეს და მესამე იყო ევროს მიღება როგორც ერთიანი ვალუტის. დანია ამას თავიდან შეეწინააღმდეგა, რაზეც უკვე ალბათ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ეს იყო მისი სურვილი, რომ შეინარჩუნებინა საკუთარი ისტორიული ელემენტები ეროვნულ ვალუტას. ამ დათქმებიდან პირველი ეს არის სამხედრო თავდაცვის პოლიტიკაში მისი მონაწილეობა შეიცვალა რუსეთის პირდაპირ სამხედრო ინტერვენციის შემდეგ უკრაინაში 2022 წლის 1 აპრილიდან დანია სრულფასოვნად ჩაერთო ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უსაფრთხოების პოლიტიკაში და არის იზიარებს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიღებული ამ ფორმატში
და ის ორი დათქმა ჯერ ისევ რჩება, ანუ საიმიგრაციო პოლიტიკასთან მიმართებით და ევროსთან მიერთების ევროს შემოღებასთან მიმართებით დანია ინარჩუნებს ავტონომიას, ასეც გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. ეს სამი ძირითადი დათქმა დანია არის საუკეთესო მაგალითი თუ როგორ შეუძლია ქვეყანა მოლაპარაკებების მეშვეობით ყველა ის მისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტული საკითხი შეინარჩუნოს და ამავე დროს გახდეს ევროკავშირის წევრი. მე მეჩნია რომ აქაც დანიის შესაძლებლობა ჩვენთვის საუკეთესო მაგალითი იყოს. ჯერ ერთი ეს მოცემულობა რომ ევროკავშირი ჩვენ რაღაცას გვაიძულებს და ჩვენ ეს არ არის ევროკავშირი ჩვენებს არ გვაიძულებს ევროკავშირი გვეუბნება საბაზისო თამაშის წესები უნდა გავითვალისწინოთ ხო ეს არის კანონის უზენაესობა ეს არის ადამიანის უფლებები ეს არის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა ხო ეს არის საბაზისო მოცემულობები ხოლო დანარჩენი რასაკვირველია მოლაპარაკებების საკითხი ეს მოლაპარაკებები სწორედ ის რაც უნდა დაგვეწყო ჩვენც უკრაინასა მოლდოვასთან რაც სამწუხაროდ არ მოხდა აქამდე ვერ მივედით მაგრამ რეალურად ისე როგორც დანიას ჩვენ შეგვიძლია რომ ნებისმიერი საკითხი რომელიც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქართული ერისთვის, ქართული ხალხისთვის, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენ შეგვიძლია ამაზე თავისუფლად ვისაუბროთ ევროკავშირთან და შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი ისე როგორც ჩვენ ეს წარმოგვიდგენია მართებულად. კი ბატონო. ჩვენ ვისაუბრეთ სიღრმისეულად ვისაუბრეთ დანიის ამერიკასთან ურთიერთობაზე და იმ პრობლემებზე, რაც ახლა ამჟამად არის მათ ურთიერთობებში. საინტერესოა დანიის ურთიერთობები დიდ მოთამაშეებთან ევროპაში, გარემო მოთამაშეებთან ევროპაში და აზიაში. რა ურთიერთობები აქვს დანიას რუსეთთან? ხო, ეს ძალიან საინტერესო საკითხია. დანია-რუსეთის ურთიერთობები არის ფიქრობ რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ესეთი საინტერესო საკითხი, ვინაიდან დანიას აქვს გარდა იმისა, რომ ისტორიულად ძალიან ახლა ურთიერთობები აქვს ქონდა რუსეთთან ბოლო პერიოდში ჩვენ ხედავთ რომ რეალურად დანია ხშირად ხდება რუსეთის ჰიბრიდული ომის სამიზნე ეს ხდებოდა ბოლო პერიოდში როდესაც ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთი მიზანმიმართულად ახდენდა დანიის ტერიტორიის დარღვევას როგორც საჰაეროსის ასევე მისი საზღვაო და სახმელეთო სივრცეც დანიის კუნძულებს ხდებოდა ხოლმე რეალურად რუსული სამხედრო მოიერიშო თვითმფრინავების გამოჩენა და ხდებოდა, ასე ვთქვათ, დატესტვა ჰიბრიდული ომის ელემენტებისა, როგორც არის მაგალითად კიბერ შეტევები და კიბერ თავდასხმები, რისთვისაც რასაკვირველია დანია ძალიან რაზეც დანია ძალიან მკაფიოდ, ძალიან მკაცრად რეაგირებდა ხოლმე ყოველთვის. დანიელებს უყურებენ საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურას ევროპაში, ცალსახად როგორც, ასე ვთქვათ, პოლიტიკას, რომელიც უნდა აწარმოოს ქვეყნების ჯგუფმა და ანუ ძალა ერთობაშია პრინციპის თანახმად მათ მიაჩნიათ რომ იმ საფრთხებთან გამკლავება და დაპირისპირება რომელსაც რასაც წარმოადგენს მათ შორის დანის შემთხვევაში ძირითადად რუსეთი შეიძლება იქნება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით და ისინი სხვადასხვა ფორმატებში განიხილავენ ამ ყველაფერს ეს არის როგორც NB8 ანუ ნორდიკულ ბალტიური ფორმატი ეს არის ევროკავშირი ეს არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ისინი რეალურად არიან თეთრი დასაყრდენი პარტნიორი ამ ქვეყნებისა ჩრდილო-ნორდიკული ქვეყნებისა როდესაც ახდით ხეხილობა უსაფრთხოებას და ხელმძღვანელობენ კიდევ ერთხელ მით რომ რეალურად შეუძლებელია ცალმხრივად ან ინდივიდ მარტო ქვეყანა გაუმკლავდეს ამ საფრთხეს ისინი მზად არიან რომ დახმარება აღმოუჩინონ პარტნიორებს, მაგრამ ამავე დროს ელოდებიან დახმარებას, შესაბამის დახმარებას ჩრდილოატლანტიკური პარტნიორების მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ დანიასთან მიმართებით მოხდება რაღაც სახის საფრთხის გამოვლენა. რუსეთი ძალიან, ასე ვთქვათ, ხშირად მე ვიტყოდი არამეგობრული ქმედებებით გამოირჩეოდა განსაკუთრებით დანიისა და შვედეთთან მიმართებით. დანია გასაგებია როგორც თავისუფლად ნატოს წევრი ქვეყანა, შვედეთი მაშინ არ იყო და ხშირად ცდიდა ალიანსის პასუხს თავისი ასე მის მიერ გარკვეულ დარღვევებს. ანუ დანია როგორც ასე ვთქვათ მოსაზღვრე ქვეყანა განიხილებოდა როგორც ასე ვთქვათ შესაძლებლად მისა თუ დაეტესტათ რამდენ ხანში მოხდება რეაგირება, როგორ რეაგირებს ალიანსი გარკვეულ საფრთხეებს. და სწორედ ამას უკავშირდება ეს მცდელობები, რომ მაგალითად კუნძულ ბორნჰოლმზე როდესაც იყო იქ საერთაშორისო კონფერენცია, მოხდა რუსული თვითმფრინავების გამოჩენა, გადაფრენა, როდესაც დაშინებისა თუ მინიშნების
ფარგლებში, რასაც რუსეთი შედაკეთებს ხოლმე, მაგრამ დანია არც ერთხელ ასე ვთქვათ, არც ერთხელ არ დაუხევია მას უკან. ყოველთვის ამას მოყვება ხოლმე როგორც შესაბამისი სამხედრო რეაგირება, ასევე შესაბამისი განცხადებები, არასდროს არ ყოფილა არაფერზე არ დაუხუჭავს დალიანებს თვალი, არასდროს საკითხი არ ყოფილა მე დავიწყებული და ყოველთვის იდო ხოლმე დღის წესრიგში რუსებთან ურთიერთობების თვალსაზრისით, დანია რუსეთს უყურებს როგორც ისევ ასე ვთქვათ იმპერიას. მის მიერ დაწარმოებულ პოლიტიკას, როგორც იმპერიალისტურ პოლიტიკას, ეს კარგად ჩანს ჩვენთან მიმართებით, კარგად ჩანს რუსეთის მეზობლებთან მიმართებით. დანიელებს ყველაზე კარგად ესმით ის რეალობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბალტიისპირეთში. დანია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა ლიეტუვის დამოუკიდებლობა და იყო ძალიან სერიოზული მხარდამჭერი ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოს და ევროკავშირის გაწევრიანებისა. ისევე როგორც ეს ქვეყნები, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან და იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები ამ ორგანიზაციაში, ორგანიზაციის ჩვენი გაწევრიანების, ასევე იყო დანია, ითვლება დანია ამ ქვეყნებისთვის მხარდამჭერად ევროკავშირში ხელშესაწყვეტად და ძალიან ახლო პარტნიორობა არსებობს აი NB8-ის ფარგლებში. და ეს იყო ქვეყანა, რომელმაც რეალურად წაახალისა ხელი შეუწყო მათი გზავნილები გააჟღერა ორივე ორგანიზაციაში და რაც რეალურად გვინდა რომ ჩვენც ვიხილოთ ჩვენს თავზე, ჩვენც გვინდა რომ მსგავსი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება ქონოდა დანიას ჩვენთან მიმართებითაც, რაც იყო კიდევაც და ასე ვთქვათ, იქნება კიდევაც ჩვენთან მიმართებით, როდესაც რეალობა შეიცვლება საქართველოში, მაგრამ ძალიან პრაგმატული პოლიტიკა, ძალიან რაციონალური პოლიტიკა, ძალიან პირდაპირი პოლიტიკა, არა ორაზროვანი პოლიტიკა არის დანისთვის დამახასიათებელი. ისინი აღიქვავენ ყველაფერს არქმევენ საკუთარ სახელს, მყისიერად, მათ არ უყვართ არც გადავადება დროში მნიშვნელოვანი საკითხებისა, ან რაღაც ესე ვთქვათ, შენიღბვა ამ საკითხების და რაღაცა სხვის დარქმევა, როდესაც საუბარი ეხება კონკრეტულ დარღვევებს, ისინი ესე ვთქვათ, უპირატესობას მიანიჭებენ პირდაპირიანით საუბარს. კონკრეტული ენით საუბარს, ვიდრე, ვთქვათ, თვალის დახუჭვას და, ვთქვათ, დიპლომატიური ენით შემოფარგლას. ეს ეხება არა მარტო რუსეთს, ეს ეხება ასევე სხვა ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსაც, მათ შორის საქართველოს, მათ შორის აზერბაიჯანს, მათ შორის სხვა აქტორებს, ბელორუსს განსაკუთრებით. ისინი ყოველთვის ძალიან მკაფიო, ძალიან პირდაპირის, ვთქვათ, ტერმინოლოგიით გამოირჩევიან. და ძირითადად რასაკვირველია მათი ამოსავალი წერტილი ადამიანის უფლებების დაცვა. ისინი ამ კუთხით არა მარტო დანია, რასაკვირველია ნორდიკული ქვეყნები ყველანი ამ მიმართულებით არიან მოწინავე ქვეყნები, ჩვენ ვიცით ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მაგრამ დანია არის გამორჩეული იმ თვალსაზრისით, რომ ისინი რეალურად ადამიანის უფლებების დარღვევებთან მიმართებით ყოველთვის არიან ესეთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამას ახდენს ამის გამოვლენას და მასზე შესაბამისი, ასე ვთქვათ, შესაბამისი პასუხისგების მოთხოვნას. ნებისმიერ ქვეყანასთან მიმართებით, იქნება ეს საქართველო, იქნება ეს რუსეთი, იქნება ეს ჩინეთი თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანა. მიუხედავად პრაგმატული დამოკიდებულებისა ეკონომიკური ურთიერთობებთან მიმართებით, დანია არასდროს არ დახუჭავს თვალს ამ გადაცდომებზე, რასაც სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს და ის ამას ყოველთვის ღიად გაცხადებულად, ასე ვთქვათ, დააფიქსირებს ნებისმიერ პარტნიორთან მიმართებით. მე შეიძლება კონდეს შენთან საუკეთესო ეკონომიკური ურთიერთობა, საუკეთესო სავაჭრო ურთიერთობა, მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ მე ვერ ვხედავ რას აკეთებს შენს ქვეყანაში, როგორ არღვევს შენ ადამიანის უფლებებს, როგორ არღვევს შენ საერთო სამართალს და მე ამაზე მექნება შესაბამისი რეაგირება. ანუ დანებს ამოსავალი წერტილი არ არის, ასე ვთქვათ, მხოლოდ ეკონომიკა, ის ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ადამიანის უფლების დაცვას და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების უზრუნველყოფას მის პარტნიორ და მის ასე ვთქვათ ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებთან. ბატონო, ძალიან საინტერესოა, ხო, ჩვენ პოდკასტის ფარგლებში ეს რამდენიმე კვირაობს საუბრობთ ყურადღების გადატანაზე, ასე ვთქვათ, ევროპიდან აზიაში, რომელიც ნაწილობრივ განპირობებული იყო ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიით, სადაც ჩინეთი იყო წარმოჩენილი როგორც მთავარი მომავალი მოწინააღმდეგე იმ ბიპოლარულ სამყაროში, რომლის კონტურებიც ან მულტიპოლარულ სამყაროში, რომლის კონტურებიც ეხლა იკვეთება და საინტერესოა დანიას რა ურთიერთობები აქვს ჩინეთთან, მოახერხა თუ არა ჩინეთმა თავისი ეკონომიკური ექსპანსიის ევროპის ამ ნაწილშიც შეტანა და დიპლომატიურ დონეზეც რა ტიპის ურთიერთობები აქვს ტაივანის მიმართულებით, რა დამოკიდებულება აქვს დანიას? კი ბატონო. დიახ, ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. ჩინეთი რჩება დანიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გასახების ბაზრად. დანიის პროდუქციის დიდი ნაწილი არის ჩინეთში წარმოდგენილი. ჩინეთი ფაქტიურად ჩინეთთან მიმართებით დანიის პოლიტიკა არის სრულთახვედრაში ევროკავშირის პოლიტიკასთან.
პოლიტიკასთან, ანუ რეალურად ის საფრთხეები, რომელსაც საფრთხეებსაც ხედავს ევროკავშირი ჩინთან მიმართებით, სრულად გაზიარებულია დანიის მიერ და მას მიაჩნია ტაიმანთან მიმართებით რასაკვირველია, რომ სრულად იზიარებს ასევე საერთაშორისო ცივილიზებული სამყაროს ხედვას. თუ როგორ უნდა განვითარდეს აქ მოვლენები და რა უნდა მოხდეს. ჩვენ მქონდა ასე ვთქვათ, ძალიან აქტიური დისკუსია, როდესაც ასე ვთქვათ, ჩინური ინვესტიციების რაოდენობა იზრდებოდა საქართველოში ამ პერიოდში, ხო, როდესაც 17-დან მოყოლებული და რა საფრთხეების შემცველი შეიძლება ეს ყოფილიყო და მაშინ გვახსოვს დანიელების ძალიან მკაფიო გაფრთხილება, რომ ეს ამას ყველაფერს ექნება თავის საფასური, ანუ ყოველთვის, როდესაც ხდება მსგავს სახის ექსპანსია, უნდა გვახსოვდეს თუ რა შეიძლება ამის სამაგიეროდ მოითხოვოს ჩინეთმა და რა შეიძლება ამას მოყვეს მომავალში თქვენთვის და რა საფრთხების შემცველი შეიძლება ეს იყოს. ამაზე დანიელი ყოველთვის ძალიან ღიად გვესაუბრებდა, ისევე როგორც ევროკავშირი, ანუ ამ შემთხვევაში იყო სრული თანხმედრა დანიელების მხრიდან და ცხადია, აქ არაურაზროვნად იყო მინიშნება იმისა, რომ ასე ვთქვათ, აქცენტი საქართველოს მხრიდან უნდა გაკეთებულიყო ევროპაზე და არა ჩინეთზე. ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება უნდა მოხდარიყო, უმჯობესი იქნებოდა რომ გაკეთება მოხდარიყო ევროპულ ქვეყნებთან და არა ასე ვთქვათ ჩინეთთან და სხვა აქტორებთან. აქაც ძალიან საინტერესო მომენტია, რომ ჩვენი გადმოსახედიდანაც მაშინვე ცხადი იყო, რომ საქართველოს თავისი უახლესი ისტორიის მანძილზე არ ვითარებდა ევროპულ ინსტიტუტებს, ხო? ანუ ყველაფერი ჩვენთან იყო მიმართული იქითკენ, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს უფრო ახლოს ყოფილიყო ევროპასთან, უფრო დაახლოვდა ევროპას, გახდარიყო ევროკავშირის წევრი. არ მინდა რომ წარსულში ვისაუბრო ამაზე, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი. და ეხლა ამ ყველაფერს გადაორიენტირება ისე ჩვენი მხრიდან რასაკვირველია, ფიზიკურად ნაკლებად შესაძლებლად მიმაჩნია, მაგრამ დანიელ ძალიან საინტერესოა ჩვენთან მიმართებით, ოდნავ გადახვევა გამოვა ჩვენი თემიდან. არ არის პრობლემა. ჩვენ როდესაც საუბრობთ საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე, ყოველთვის გვახსენდება რასაკვირველია გერმანიის წვლილი და როლი. და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ გერმანული სამოქალაქო სამართალი არ პირდაპირ გადმოტანილი ხო საქართველოს სივრცეში, მაგრამ რეალურად პირველი ექსპერტები, ვინც ჩამოვიდნენ საქართველოში, ის ადამიანები, ვინც პირველად დაიწყო საქართველოში სამართლებრივი სისტემის მშენებლობა, იყვნენ დანიელები, დანიელი ექსპერტები, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, დანიელები მოგვეხმარნენ ჩვენ დაგვეწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს მომავალში იუსტიციის სისტემა, როგორ უნდა გაიმართოს სასამართლო სისტემა. ეს ბევრმა არ იცის ამის შესახებ, მაგრამ ძალიან საინტერესო ნიუანსია დანია-საქართველოს ურთიერთობებში. რაოდენობით ეს ხალხი იყო ძალიან ცოტა, ანუ რამდენიმე ექსპერტი იყო. მე რასაკვირველია იყო გერმანიის ძალიან დიდი წვლილი, თავის დაფინანსებით, მაგრამ დასაწყისი იყო დანიელების. ამიტომ ჩინეთთან აქვს ძალიან პრაგმატული დამოკიდებულება, ბიზნესზე ორიენტირებული დამოკიდებულება. ისინი არ ახდენენ საკუთარი ეკონომიკური, ასე ვთქვათ, შესაძლებლობების მიბას ერთ რომელიმე ქვეყანაზე. დივერსიფიკაცია კიდევ ერთხელ არის ამოსავალი წერტილი დანიის ეკონომიკის. ჩვენთვისაც საუკეთესო მაგალითია ამისა. თუ მათ ისინი ვერ ხედავენ აუცილებლობას იმისა, რომ ყველაფერი მიწოდებოს ხოლმე ერთ ქვეყანას და ერთ ქვეყანაში იყოს მხოლოდ წარმოდგენილი დანია, ისინი ფიქრობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ რაღაცა სირთულე შემექმნება მე რომელიმე კონკრეტულ ქვეყანასთან, მე შეძლებ ამ პროდუქციის გადამისამართებას მეორე ბაზარზე, სიტყვაზე ჩინეთიდან ბრაზილიაში, ჩინეთიდან არ ვიცი, არგენტინაში და მე შევძლებ რომ ამის ხარჯზე მე არ მექნება არანაირი დანაკარგი ეკონომიკური, პრაგმატული, ფასეულ ადამიანის უფლებებსა და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები იყო ყოველთვის რჩება დანიის ამოსავალი. წერტილი ძალიან საინტერესო საკითხი იყო, ესეთი სახალისო საკითხი იყო. ისინი თანამშრომლობენ, ბევრ საკითხში თანამშრომლობენ ჩინელებთან, მაგრამ იყო ესეთი საკითხი ჩინეთმა გადაწყვიტა რომ გადაეცა პანდები, ანუ ორი პანდა ეჩუქებინა დანიისთვის და ეს ძალიან დიდი ხნის მანძილზე იყო ესეთი დისკუსიის საკითხი, რამდენად ჯდებოდა ეს სამართლებრივ ფარგლებში და ბოლოს რასაკვირველია მიიღო ეს დანიამ ეს ორი პანდა თავის საკუთარი ეროვნული ზოოპარკისგან მიიღებული, მაგრამ ეს იყო პარლამენტში განხილვის. უბრალოდ იმიტომ ახსენებ, რომ უბრალოდ ჩანდეს რომ რამდენად ფასეულობათა თანხმედრა დანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ პროცესი, რომელიც ვითარდება მესამე მხარესთან, იყოს სულ თანხმობაში მათ და ევროპულ ფასეულობებთან. ამიტომ პრაგმატული მიდგომა, რაციონალურ ურთიერთობაზე დაფუძნებული კავშირი და რასაკვირველია ეკონომიკური სარგებელი. ხო, ეს ამას ვერ გაიქცევა. ისინი ხედავენ ძალიან დიდ ბაზარს, ხედავენ ძალიან დიდ შესაძლებლობებს. არ იქნებიან მხოლოდ ჩამოკიდებული ერთ რომელიმე ბაზარზე, მაგრამ
ამოსავალი წერტილი იქნება მათთვის ევროპული ღირებულებები, ადამიანის უფლებები. კი ბატონო. დასკვნის კითხვას დავსვავ ამ დანიის მიმართულებით. ჩვენ ნაწილობრივ შევეხეთ ამ თემას, პარალელებიც გავავლეთ საქართველოსთან. რა შეიძლება საქართველომ ისწავლოს დანიისგან, დანიის ისტორიისგან, დანიის ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციისგან, რა მაგალითები და გაკვეთილები შეგვიძლია გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან? მე მიმაჩნია, რომ დანია არის ნამდვილად უნიკალური ქვეყანა ჩვენთვის, სწორედაც რომ მისი მონაწილეობით ორივე ორგანიზაციაში და თუ როგორ მოახერხა ამ ქვეყანამ შეინარჩუნებინა საკუთარი თვითყოფადობა, მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ყოფილიყო სრულფასოვანი წევრი, სრულფასოვანი მოწინავე წევრი, როგორც ევროკავშირსა, ასევე ნატოში. დანია არის ძალიან საინტერესო თვალსაზრისით, როგორ აწარმოა მან მოლაპარაკებები ორივე ორგანიზაციაში, როგორ მოახერხა მან ქონოდა ეს დათქმები, რადგან ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, და ამ დათქმების ფარგლებში რა, ასე ვთქვათ, მისთვის ღირებული მომენტები შეინარჩუნა დანიამ. რეალურად დანიის მონაწილეობა ევროკავშირში და დანიის მოდელი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გაქარწყლდეს აი ყველა ეს მითი და დეზინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ბოლო პერიოდია, თუ როგორ წაგვართმევენ ჩვენ ბრწყალებში ქართველობას ევროკავშირი და ნატო-ის შემთხვევაში თუ ჩვენ ამ ნაბიჯს გადავთქვამთ. ანუ ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისა, ნებისმიერი ადამიანისთვის საქართველოში ჩავიდეს უბრალოდ ნახოს დანია. მოკლე ვიზიტი საკმარისი იქნება, რომ დაინახოს თუ როგორ უთხილდებიან ადამიანები პირად თავისუფლებას, ოჯახურ ღირებულებებს, საკუთარ ეკლესიას, რელიგიას, რწმენას, საკუთარ კულტურას და როგორ არის ეს ყველაფერი მხარდაჭერილი და დაცული ევროკავშირის მიერ ამ ქვეყანაში და როგორ იყენებს ამას დანია, სწორედ იმ ევროკავშირის ფორმატს, როგორ იყენებს დანია, რომ მოახდინოს საკუთარი კულტურის კიდევ უფრო მეტად გავრცელება მთელ სოფლიოში და როგორ მონაწილეობს დანია იმ პროექტებში, სადაც წარმოჩენა მეტად ხდება დანიური კულტურისა, დანიური ღირებულებების ასე ვთქვათ, გავრცობა მთელ სოფლიოში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია დანიისგან ვისწავლოთ ძალიან ბევრი რამე, მათ შორის ეკონომიკურ თვალსაზრისით, ჩემთვის ყველაზე საინტერესო იქნებოდა ეკონომიკური მოდელი დანიის. ვინაიდან დანია მოახერხა ის რომ მისი მცირე ზომის, ამ შემთხვევაში მოდით მცირე ზომის, როდესაც საუბრობთ მცირე ზომაზე, ვილაპარაკოთ ადამიანების რაოდენობაზე, ანუ იმიტომ რომ ტერიტორიულად დანია გრენლანდთან ერთად არის ყველაზე დიდი ევროპული ქვეყანა. 5.6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს დანიაში, ანუ ოდნავ ჩვენზე დიდია და მაგრამ არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მდიდარი ქვეყანა ევროპაში. ევროკავშირში შესაბამისად ადამიანების რაოდენობის მიუხედავად, სიმცირეს მიუხედავად, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში, მათ შორის სწორი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ამ ზომის ქვეყანა იყოს ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკა ევროპაში. ევროკავშირში და დასავლეთში მე მიმაჩნია რომ საუკეთესო მაგალითი ძლევა დანია ჩვენთვის. მაგრამ ამისათვის აუცილებელია ძალიან მაღალი განათლება, ამისათვის აუცილებელია ძალიან სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ამისათვის აუცილებელია ძალიან სწორი მათ შორის მე ვიტყოდი, ვთქვათ, ზუსტი ანალიზი იმისა თუ სად არის შენი ადგილი, ანუ ნიშის პოვნა, ხო, ანუ სად შეიძლება მე რა შეიძლება შევთავაზო მე მსოფლიოს უფრო მაღალი ხარისხის, რაც აქ არ არის, ნუ მაგალითი შეიძლება იყოს სასაკურველი, ანუ ჩვენ შემთხვევაში ღვინო მაგალითად, არ ვიცი, ყველაზე უფრო მარტივად მოსაყვანე. ბევრი ეს არის უამრავი რაღაცა გაკეთება შეიძლება, ძალიან გააკეთა რეალურად, ნახა თავისი ნიშა, სადაც ის ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქციას თავაზობს, ხო? დაწყებული ელემენტარული და დამთავრებული არქიტექტურით, ხო? ყველა მიცის დანიური არქიტექტურა, ყველა მიცის დანიური არქიტექტურის სკამის, უნიკალური სკამის მოდელი. ანუ რეალურად არავისთვის აწყენი არ არის, დიდი სხვაობა არ არის, ხო, დანიასა და ქართველს შორის, ხო, იგივე რაც მოხდა დანიაში, ისეთივე წარმატება, როგორც ნახა დანიამ, სრულიად თავისუფლად შესაძლებელია, რომ ქონოდა და ქონდეს საქართველოს. არ მინდა ეხლა კიდევ ერთხელ გეოპოლიტიკურ სივრცეზე გადავიტანო ეხლა აქცენტი, მაგრამ შესაძლებელი იქნება, რომ რეალურად ჩვენ ძალიან სწრაფად გავართ ის პერიოდი, რომელიც დანიამ გაიარა ბოლო 200 წლის მანძილზე. ყველაფერი რასაკვირველია მარტივად არ არის, მაგრამ საქართველოსთვის დანია იქნებოდა ჩემი აზრით საუკეთესო მაგალითი ევროკავშირში ქვეყნის მონაწილეობისა, ნატოში ქვეყნის მონაწილეობისა საკუთარი ინტერესების სრულფასოვანი დაცვის. და მე მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით ოდნავ მეტი ძალისხმევა ჩვენ მხრიდან ბევრს შეგვწენდა ჩვენ. კი ბატონო.
ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კომპლექსურ თემებზე ვისაუბრებთ. გავიცანით დანია, რომელიც ძალიან ბევრი ქართველი არ იცნობს ამ რეგიონს და ამ სამწუხაროდ და ამ მიმართულებით თქვენი დიპლომატიური გამოცდილება და თქვენი ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამ თემაზე სასაუბროთ, რომ მოხვედით. ჩვენ კი დაგიბრუნდებით შემდეგ სამშაბათს ისევ 8 საათზე. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. გთხოვთ მოიწონოთ და გამოიწეროთ ჩვენი არხი.